ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შექმნაზე შეზღუდული ბიუჯეტით. ეს ვებინარი მთლიანად იქნება თეორიული ნაწილი, ასევე გეტყვით, როგორ გამოვიმუშავე ჩემი პირველი სოციალური მარკეტინგით სულ რაღაც 2 დღეში. და ბოლოს იქნება მასტერკლასის პრეზენტაცია. მარტო არ ვარ, თქვენც ღელავთ ხო? თან კომენტარებს კითხულობ. კი. პირველ რიგში, გაგეცნობით მათ, ვინც ჯერ არ მიცნობთ და ეს ვებინარი არის ის, რამაც პირველად აგვაკავშირა ერთმანეთს. ხმა იჭედება, ანიო, ხმა იჭედება, მეგობრებო, ერთი წუთით. დღევანდელი ვებინარი გაგრძელდება დაახლოებით 1 საათი მაქსიმუმ. ახლა აღარ ისმის. წესით აღარ უნდა გაჭედოს. და მე ახლაც არ ისმის. ახლა ისმის. კი ბატონო. წესით ახლა აღარ უნდა გაჭედოს. დღევანდელი ვებინარი გაგრძელდება დაახლოებით 1 საათი. კარგი, გავაგრძელო. პირველ რიგში გაგეცნობით მათ, ვინც ჯერ კიდევ არ მიცნობთ და ეს ვებინარი არის ის, რამაც პირველად აგვაკავშირა ერთმანეთს. მე ვარ ანი კუკულავა, სოციალური მედიის მარკეტოლოგი, მაქვს 5 წლიანი გამოცდილება და ამ ხნის განმავლობაში მიმუშავია 90-ზე მეტ დიდ და საშუალო კომპანიასთან. და ახლაც აქტიურად ვაგრძელებ თანამშრომლობას სხვადასხვა კომპანიებთან. ასევე შევქმნი საავტორო კურსები სოციალური მედიის მართვაზე და მყავს 150-ზე მეტი სტუდენტი. რომლებსაც შიგადაშიგ გაგაცნობთ ვებინარის მსვლელობის დროს. ასევე ვარ ედის ეჯენსის სააგენტოს თანადამფუძნებელი და აქტიურად მუშაობ ჩემს ინსტაგრამზე. ვინც Facebook-დან შემომიერთდით, ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის საჭირო იყო, რადგან Facebook-დან ვინც გადმოვიდა ვებინარზე, ის ადამიანები ჯერ მე კიდევ არ მიცნობენ. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უკვე დროა გადავიდეთ ძირითად თემებზე. პერიოდულად ვეცდები, რომ თქვენი კომენტარებიც წავიკითხო, რამდენადაც მოვახერხებ. აქვე ჩემი დაც არის ვებინარზე და მინდა მას ვთხოვო, რომ თუ კითხვები იქნება ხოლმე, მინდა რომ ეს კითხვები დამისქრინო ნინი და ვებინარის ბოლოს გამომიგზავნო, რომ ამ კითხვებზე ერთიანად გავცე პასუხი. ვებინარის ჩანაწერს რაც შეეხება, ვეცდები, რომ ვებინარის ჩანაწერი შეინახოს და შემდეგ არხზე გაგიზიაროთ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ვებინარზე ბოლომდე დარჩებით, რადგან ვებინარის ბოლოს იქნება განსაკუთრებული შეთავაზებები, რაც შესაძლოა, რომ თქვენთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამიტომ ვნახოთ, თუ შეინახება, აუცილებლად გავაზიარებ, თუ არა და თუ ბოლომდე დარჩებით, ძალიან კარგი იქნება. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ უნდა გავიაროთ გზა სოციალურ მედიაში ნულიდან წარმატებამდე. ის, რაც ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, არის ის, რომ აქ არ არსებობს რაღაცას ვერ შევძლებ, რაღაც არ გამომივა, უკვე ძალიან ბევრი კონკურენტია, ძალიან ბევრი ნიშაა და ასე შემდეგ. არის ისეთი ნიშები, რომელიც ნამდვილად ძალიან კონკურენტუნარიანია, თუმცა არის ისეთი პროდუქტიც, რომელსაც არ ყავს ბევრი კონკურენტი, თუმცა რატომღაც ვერ ვითარდებიან სოციალურ მედიაში. ამიტომ ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ. არ არსებობს, რომ რაღაც არ გამოგივიდეთ, თუ დგამთ სწორ ნაბიჯებს. თუ გაქვთ კონკრეტული სტრატეგია და მიზანი, რომელთან მისვლაც გინდათ. რადგან ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც უნიკალური, გვაქვს განსხვავებული ხედვა, შეხედულებები, ღირებულება, მონდომება და რამდენად დიდ კონკურენტუნარიან პროდუქტსაც არ უნდა ყიდდეთ, თქვენი მომხმარებელი ყოველთვის მოვა თქვენთან. ზოგადად, რატომ მართავთ სოციალურ ქსელებს? რატომ გჭირდება ბიზნესი ონლაინ? რატომ ყიდით პროდუქტზე ინფოპროდუქტ სოციალური ქსელების მეშვეობით? იმიტომ, რომ 21 საუკუნეში ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გაგვიცნოს ფართო აუდიტორიამ. ჩვენზე ისაუბრონ გავზარდოთ გაყიდვები და სოციალური ქსელები ვაქციოთ შემოსავლის წყაროდ. მე ძალიან ბევრი კომპანია მინახავს, რომლებსაც დაუწყეთ ნოლიდან მხოლოდ სოციალური მედიის მეშვეობით და დღეს ძალიან ბევრი ოფლაინ მაღაზიები და ასე შემდეგ აქვს ბაზარზე. ამიტომ თავიდან ვფიქრობ, რომ ყველაფერი იწყება სოციალური მედიით. რადგან დღევანდელი ყოველდღიურობა ასოცირდება პირდაპირ სოციალურ ქსელებთან. მინდა რომ კომენტარებში დამიწეროთ, ვინ იყენებთ სოციალურ ქსელებს თქვენი ბიზნესის ან ინფოპროდუქტის განსავითარებლად. ვინ რას ყიდით სოციალური ქსელებით, რა პროდუქტი გაქვთ.
რა გინდათ რომ მიაწვდინოთ თქვენს აუდიტორიას? ამ კითხვებზე პასუხი მჭირდება კომენტარებში, რადგან შემდეგ უფრო მეტად შევძლოთ თქვენი დახმარება და თქვენთვის იმ ინფორმაციების მოწოდება, რაც რეალურად ნამდვილად გჭირდებათ. მე მგონი ჩემთან კომენტარები ცოტა გვიან მოდის, მაგრამ როგორც კი წავიკითხავ, ეგრევე გიპასუხებთ. პურიზმი. ვიყენებდი, მაგრამ ამ ეტაპზე არა. კი ბატონო. ნელ-ნელა დაველოდებით თქვენს კომენტარებსაც. ახლა კი ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაგროვოთ ჩვენი პირველი 1000 გამომწერი Instagram-ზე და Facebook-ზე. ისე რომ არ დავხარჯოთ რეკლამაში თანხა, არ ავიყვანოთ პროდიუსერი და არ გამოვიყვანოთ რეკლამა ბლოგერთან. გჭირდება მხოლოდ ტელეფონი და ამ ვებინარის მაქსიმალურად თქვენ და სასიკეთოდ გამოყენება. მე დავიწყე გამოყენება უკვე 1 წელი სრულდება, ნახატები და ტყავის ნაკეთობები, მაგრამ თითქოს უჭირს საიტს. მოგზაურობა ტურიზმის მიმართულებით. მე პირადად სურნელოვან სანთლებს ვამზადებ. სხვათა შორის სურნელოვანი სანთლები ახლა ძალიან პოპულარული გახდა. საოჯახო ტექნიკას ვქნი ონლაინ გაკეთებს. მე მაქვს ესეთი პროდუქტი, მაგრამ ძალიან კარგი, ძალიან. აი, როგორ მიხარია, რომ ამდენი საინტერესო ადამიანი შეიკრიბა ვებინარზე. სუპერ. ნინი, ძალიან გთხოვ, რომ ეს კომენტარები დასფრინო და შემდეგ აუცილებლად უპასუხოთ ამ ადამიანებს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ გჭირდება 7 ნაბიჯი, რომელსაც მივყავართ პირველ 1000 გამომწერამდე. პრეზენტაცია გაითიშა? წუთით. ბოდიშით ერთი წამით რაღაც შეფერხება არის, მე მგონი. ერთი წამით, მეგობრებო. დავუბრუნდი. ეხლა ამას მოვარგებ ერთი წუთით. რატო დაიმართა ეს? აი მე რატომღაც მეგონა რომ აი ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ არა. რაღაც ხარვეზი ყოველთვის უნდა იყოს ერთი წამით, ეხლა მეც დაგენებებით. გავასწორებ. პრეზენტაცია თუ ჩანს მაინტერესებს. მეგობრებო, პრეზენტაცია თუ ჩანს. საინტერესოა ჩემთან გაითიშა, ანუ მე ვეღარ ხედავდი და სუპერ. მაშინ გავაგრძელოთ. მაინც რატოში ეს? პირველ რიგში ერთი წამით ბოდიში გიხდით, უნდა გამოვასწორო ეს ხარვეზი. აი როგორც კი გამოჩნდება, გთხოვთ რომ დამიწეროთ. ზოგადად მე მგონი ეს პრობლემები ყოველთვის თან დევს. არ არსებობს ვებინარი, სადაც რაღაც პრობლემა არ იქნება. აი რომ მგონია რომ ყველაფერი იდეალურად მიდის, მაშინ იქნება რაღაც პრობლემა. მაგრამ ვეცდები რომ ამ ყველაფერზე ეხლა არ ვინერვიულო და გავასწორო პრეზენტაცია. ბოდიში გიხდით კიდევ ერთხელ შეფერხებისთვის.
ხო ჩანს. უფ, ამოვისუნთქე. კარგი, მაშინ გავაგრძელოთ და რადგან ეს რო დავკარგეთ, ეხლა დიდხანს აღარ მოგაცდენთ. პირველ რიგში გჭირდება 7 ნაბიჯი, რომელსაც მივყავართ პირველ 1000 გამომწერამდე. ეს არის ბლოგის ტიპის შერჩევა, ანუ ბლოგის კონცეფციის შექმნა. რაზე არის ბლოგი და ვისთვის არის. მეორე ეს არის პროფილის შეფუთვა, რომ ადამიანებმა გამოიწერონ თქვენი პროფილი. აა შემდეგ არის პირველი კონტენტის განთავსება, შემდეგ მოდის 100 გამომწერი, 500 გამომწერი და უკვე პირველ 500 გამომწერზე შესაძლებელია პროდუქტის გაყიდვა და ბოლოს არის 1000 გამომწერი. მოდი ახლა გავყვეთ ეტაპობრივად. პირველ რიგში რას გვაძლევს პირველი 1000 გამომწერი? ბევრი ფიქრობს, რომ გჭირდება ათასობით გამომწერი, რომ გავყიდოთ პროდუქტი სოციალურ ქსელებში და გამოიმუშაოთ ფული. თუმცა მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას. პირველად, როდესაც ავიყვანე დამკვეთი, მყავდა 245 გამომწერი Instagram-ზე და უკვე დავიწყე ფულის გამომუშავება. მართალია, ეს პირველი თანხა არ იყო იმხელა თანხა, რომ რაღაც ოცნების კოშკები ამეშენებინა, თუმცა ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ჩემი პირველი პროდუქტი გაიყიდა. როდესაც 2 დღეში 1500 ლარი გამოვიმუშავე, მყავდა 470 გამომწერი Instagram-ზე. და როდესაც ჩემი პირველი კურსი ჩავუშვი, მყავდა 1100 გამომწერი და ასე შემდეგ. ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება და იზრდება გაყიდვებიც. რაც უფრო მეტი ადამიანი გვიყურებს, რაც უფრო მეტი ადამიანი არის ჩვენი გამომწერი და ჩვენ მათთან ვამყარებთ კომუნიკაციას, მით უფრო იზრდება ჩვენთან ნდობაც და შემდეგ იზრდება გაყიდვებიც. თუ ეს 1000 გამომწერი არის ცოცხალი აუდიტორია და ისინი მოვიდნენ თქვენთან, თქვენი კონტენტიდან გამომდინარე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვისაც უკვე შეგიძლია გაყიდოთ პროდუქტი. შემდეგ ისმის კითხვა. და როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? საიდან მოდის ფული? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი დაგჭირდება სულ ცოტა მათემატიკა, რომელშიც გაჩვენებთ თუ პრეზენტაცია არ გაითიშა, აი ეხლა არ ვიცი ჩანს ეს 7 ნაბიჯი. აქ რომ მოვედი უკვე გაითიშა პრეზენტაცია და არ ვიცი რისი ბრალია. ეხლა თუ ჩანს, გადავუღეთ ფოტო, დასკრინეთ და შემდეგ გადავალ მომდევნო თემაზე. აი რომ დასკრინავთ, მომწერეთ და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად გავაგრძელებ. კი ბატონო, წესით უკვე შეძლებდით დასკრინვას. სტანდარტულად 1000 გამომწერი როცა გვყავს პროფილზე, სტორებში გვიყურებს 200-250 ადამიანი. აქედან 10-12 ადამიანი უკვე მზად არის შეიძინოს თქვენი პროდუქტი. თუ თქვენ სწორად მართავთ თქვენ ბიზნეს პროფილს და ბლოგს. პირობითად, მე ჩემს მაგალითზე მოგიყვებით ამ ყველაფერს და შემდეგ თქვენ უკვე თქვენს პროდუქტს მოარგეთ. პირობითად, ინდივიდუალური კონსულტაცია, რომლის ღირებულებაც საშუალოდ 70-დან 150 ლარამდეა, ყველაზე მინიმუმ 12 რო გავამრავლოთ 90 ლარზე, ეს უკვე არის 1080 ლარი. რა თქმა უნდა, ეს ციფრები ცვალებადია და გააჩნია რას ყიდით. მე ვერ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ყველას გამოუვა. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვა იმ ადამიანს, ვინც არ არის მზად მეტი ფინანსებისთვის, ვინც არ არის მზად განვითარებისთვის, ვინც არ არის მზად რომ გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც აი რაღაც კონკრეტული გამომწერების რიცხვს მივაღწიე, მაქვს კონტენტიც, რომელზეც ადამიანები მომყვებიან და ყიდულობენ ჩემს პროდუქტს მომსახურებას და რაღაც ეტაპზე გავჩერდი. როდესაც მე ვჩერდები, ჩერდება ჩემი პროფილიც, ჩერდება გაყიდვებიც. ამიტომ თუ არ ხართ მზად რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვებინარზეც ვერ მიიღებთ იმ ინფორმაციას, რაც რეალურად გჭირდებათ. ამიტომ ყველაზე მთავარი არის ის, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რაც არ უნდა დაბალი мотиваცია გქონდეს, დისციპლინა არასდროს არ დაკარგოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ განათავსოთ კონტენტი რეგულარულად. დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები, რომლებიც მიგიყვანთ დიდ მიზნამდე. და ყოველ ჯერზე, როდესაც წარმატებას მიაღწევთ, უკვე თვით შეფასებაც გემატებათ, თავდაჯერებულობაც გემატებათ და აუცილებლად შეაქეთ თქვენი თავები პატარა წარმატებაზეც კი. უკვე ვახსენე, რომ გჭირდება ბლოგის ტიპის შერჩევა. წამით.
ამიტომ ახლა ვისაუბროთ, რა ტიპის ბლოგი არსებობს და როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი საჩვენოდ. არსებობს 4 ძირითადი ტიპის ბლოგი. ეს არის კომერციული, პირადი, ექსპერტული და გასართობი სამოტივაციო. კომერციული მაგალითად, აი ტურიზმი ახსენა მაიამ. კომერციული პროფილი არის ზუსტად ეს. ეს არის ტურიზმი, ხელნაკეთი აქსესუარები, ტანისამოსის ონლაინ მაღაზია, სურნელოვანი სანთლები და ასე შემდეგ. ანუ ის პროფილი, საიდანაც ვყიდით რაღაც კონკრეტულ პროდუქტს. პირადი, ეს არის ბლოგი, სადაც აზიარებთ თქვენს ყოველდღიურობას, ცხოვრებას, ურთიერთობას შვილებთან, მეუღლესთან და ასე შემდეგ. პირადი პროფილითაც კი შეგიძლიათ გამოიმუშაოთ რაღაც კონკრეტული თანხები. შემდეგი არის ექსპერტული. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ყიდის თავის ცოდნას. ეს შეიძლება იყოს ქოუჩი, ფსიქოლოგი, ბიზნეს მენტორი და მე, სოციალურ მედია მარკეტოლოგი. ანუ ადამიანი, რომელიც ყიდის ინფოპროდუქტს. და გასართობი სამოტივაციო ეს არის ბლოგი, სადაც გვხვდებათ სამოტივაციო ფრაზები, სიმღერები, ფილმები და ასე შემდეგ. ამ ნებისმიერი ტიპის ბლოგიდან შეგვიძლია რომ გამოვიმუშაოთ თანხა. თუმცა რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბლოგი ყიდის სხვადასხვა ტიპის პროდუქტს. რომელს აერჩევთ, ეს სრულიად თქვენზე და თქვენს პროდუქცია დამოკიდებული. შემდეგი არის უკვე ბლოგის კონცეფცია. ვაი, ძალიან ავწდი. აქ უნდა გითხრათ ერთი ცუდი ამბავი. რამოდენიმე თვის უკან, ნუ მაქსიმუმ 1 წლის უკან, შეგვეძლო რომ სტორებში ნებისმიერი ტიპის რაღაც დაგვეწერა, აი მაგალითად როგორ იწყება ჩვენი დილის საუზმე და ეს ყველაფერი იძლეოდა რაღაც კონკრეტულ შედეგს. თუმცა ეხლა ეს ესე არ არის. ბლოგი უნდა იყოს რაღაც ღირებულზე და საინტერესოზე დაფუძნებული. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ რილები, დადოთ ძალიან ხარისხიანი პოსტები, თუმცა მე მგონი ჩანს ისევ. ჩანს, ხო? გაითიშა ისევ? აუ, რატო აკეთებს ამას? არა, ჩანს. დამიწერეთ, რომ ჩანს. ჩანს ისევ ჩვეულებრივად კი. თქვენ შეგიძლიათ რომ გადაიღოთ რილები, დადოთ ძალიან ხარისხიანი პოსტები, თუმცა თუ თქვენი ბლოგის ღირებულებები და მისია სუსტია და არ არის საინტერესო, უბრალოდ ვერ გაყიდით პროდუქტს. არ გიყურებენ ადამიანები და ეს არის უმეტესად იმის მიზეზი, რატომაც არ გადის ჩვენი პროდუქტი ფართო აუდიტორიაზე და რატომაც არ გვაქვს გაყიდვები. მე მაქვს ჩამოწერილი კითხვები და ეს კითხვები დაგეხმარებათ ბლოგის კონცეფციის შექმნაში. თუ ამ კითხვებზე აქამდე პასუხები არ გაგიციათ და არ დაფიქრებულ ხართ ამ კითხვებზე, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად დასკრინოთ ეს კითხვები და აუცილებლად მიუწეროთ პასუხები. აი, პირდაპირ რაც თავში მოგივათ, ეგ პასუხები გირჩევთ, რომ არ დაწეროთ. ცოტა მეტი იფიქრეთ, შეგიძლიათ, რომ აი ეს კითხვები რამოდენიმეჯერ გაამეოროთ გონებაში, რამოდენიმე პასუხი მოუძებნოთ. ეს პასუხები ყველაფერი შეგიძლიათ რომ ჩამოწეროთ და ერთი მთავარი ღირებული მისია და კონცეფცია უნდა შექმნათ თქვენი ბლოგისთვის. პირველი, რაზე არის თქვენი ბლოგი? რა არის მთავარი თემები ბლოგის? აი რა პროდუქტსაც არ უნდა ყიდდეთ, ეს იქნება მოგზაურობა, ტურიზმი, სურნელოვანი სანთლები თუ ასე შემდეგ, აუცილებლად გჭირდებათ მთავარი თემები ბლოგის, რაზეც ისაუბრებთ თქვენს ბიზნეს პროფილზე. აი მაგალითად, თუ ყიდი სურნელოვან სანთლებს, პირდაპირ რომ დაიწყო ფოტოების ატვირთვა და ნებისმიერი სურნელოვანი სანთელი ატვირთვა და მიუწერო მხოლოდ ღირებულება და მაგალითად რამდენი ასიმაღლეში და ასე შემდეგ, ანუ ძირითადი ინფორმაციები. და ამის გარდა სხვა ინფორმაციებიც არ გააზიაროთ, თქვენი პროფილი არ იქნება საინტერესო. აქვე შეგიძლიათ გააზიაროთ ისეთი ინფორმაციები, რაც ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის ღირებულია. ან ასწავლოთ მინი რაღაც მინი ვიდეო რო იყოს, სადაც ასწავლით სურნელოვანი სანთლის შექმნას, რაღაც პატარა ვიდეო, ან კეთების პროცესში რო გადაიღოთ და რაღაც თქვენი ისტორია მოყვეთ, ან თქვენს კმაყოფილ მომხმარებლებზე მოყვეთ, ან მაგალითად რომელი სურნელი უფრო ესადაგება სხვადასხვა ხასიათის ადამიანს და ასე შემდეგ. ასევე და აუცილებლად დაწერეთ, ვინ გამოიწერს თქვენს პროფილს. ანუ ვინ არის ის ადამიანები, ვინც თქვენი პროფილით და პროდუქტით უნდა დაინტერესდნენ. რატომ გიყურებენ ადამიანები? რას აძლევთ ღირებულს, რას აძლევთ საინტერესოს, რომ ამ ადამიანებმა, რომლებმაც თქვენი პროფილი გამოიწერეს, უნდა დარჩნენ თქვენთან ბოლომდე და უნდა უყურონ თქვენს კონტენტს.
ასევე, რა სარგებლოს მისცემთ თქვენს აუდიტორიას? ვინ არის მთავარი გმირი ბლოგზე? მთავარ გმირში იგულისხმება ვინ? აი, მაგალითად, ჩემი ინსტაგრამის ექსპერტული პროფილის მთავარი გმირი ვარ მე. ბევრ ბრენდს ყავს ბრენდ ამბასადორი, ანუ ის ადამიანი, ვინც მათ მაგივრად ჩანს, ანუ დამფუძნებლის მაგივრად ჩანს პროფილზე და ეს ადამიანი აცნობს პროდუქტს, ან ინფოპროდუქტს იმ ადამიანებს, ვინც უნდა შეიძინონ ეს კონკრეტული პროდუქტი. თქვენთვის ვინ არის მთავარი გმირი ბლოგზე? ასევე, როგორ დაიწყებთ ფულის გამომუშავებას? რას გაყიდით? რა პროდუქტები გაქვთ ისეთი, რისი გაყიდვაც შეგიძლიათ? ეს ყველაფერი ჩამოწერეთ. სხვათა შორის, აქვე მინდა გითხრათ ის, რომ ერთი кейსი მქონდა, ანუ კონსულტაციაზე მყავდა ადამიანი და ამბობდა, რომ ყიდდა მხოლოდ ონლაინ სესიებს, იყო კოუჩი. და კონსულტაციის შემდეგ, უკვე როდესაც დავალაგეთ გეგმები, მივხვდით, რომ მხოლოდ ონლაინ სესიების გარდა კიდევ ბევრი რაღაც შეეძლო რომ გაეყიდა. და მანდ ვიპოვეთ ძალიან საინტერესო ამბავი ის, რომ შეგვეძლო რომ ბევრი ხაზიდან, ანუ ბევრი პროდუქტიდან შემოსულიყო სხვადასხვა აუდიტორია. ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება, ჩამოწერეთ ისეთი რაღაცები, რასაც გაყიდით და დაფიქრდით კიდევ რისი შეთავაზება შეგიძლიათ. აი მაგალითად, ტურიზმზე ვინც არის, ანუ ტურიზმის სფეროში ვინც ვითარდება სოციალურ ქსელებში, ამ ადამიანს ასევე შეუძლია გაყიდოს გაიდები და ჩეკლისტები როგორ შეიძლება განვითარდეთ ტურისტულ სფეროში. და სხვათა შორის გაიდები არის ისეთი პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ გაყიდოთ ძალიან მიზერულ ფასად და ძალიან ბევრი ადამიანი გარდა იმისა, რომ თქვენი მადლიერი იქნება, თქვენ შეძლებთ რომ გამოიმუშაოთ დამატებითი თანხები. და ასევე ბოლო კითხვა, რატომ მართავთ ბლოგს? ბევრისთვის ეს არის უბრალოდ ის, რომ გახდეს ცნობილი, ბევრისთვის შეიძლება ბლოგის მართვის მიზანი იყოს ის, რომ გამოიმუშაოს თანხა, იმუშაოს ბრენდებთან, იმუშაოს კომპანიებთან, ან გაყიდოს თავისი პროდუქტი. ამიტომ ამ ყველაფერს გირჩევთ, რომ აუცილებლად გასცეთ პასუხი. ბოლოს, სულ ბოლოს დავამატებდი ერთ ფინალურ კითხვას. რისთვის ვარ მზად, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო? რამდენ დროს და ძალას ჩავდებ ამ ყველაფერში? რადგან რამდენ ენერგიასაც, დროსაც და ძალას ჩადებთ ამ ყველაფერში, ზუსტად ისე შემოტრიალდება ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. და აქვე გავიმეორებ იმას, რომ ბევრჯერ მქონია პერიოდი, როდესაც უამრავი ენერგია ჩამიდია ჩემს ბლოგში და მე თვითონაც გაოგნებული ვიყავი შედეგით. და როდესაც უმოქმედოდ ყოფილა ეს ყველაფერი, ხანდახან გულიც კი მწყდებოდა ხოლმე, რომ ანუ რატო ხარ გაჩერებული, საკუთარ თავს უსვამდი ამ კითხვას. ამიტომ რეალურად ეს ესე მუშაობს. დასყიდით, მშვიდად უპასუხეთ ამ კითხვებს და იპოვეთ თქვენი ბლოგის და ბიზნეს პროფილის კონცეფცია. მესამე ნაბიჯი უკვე არის პროფილის შეფუთვა. მოდი ახლა გადავიდეთ. თუ თქვენ გაქვთ პროფილი, თუ თქვენ არ გაქვთ პროფილი გამართული და მოწესრიგებული, ეს იგივეა, რომ გინდოდეთ წყლის ავსება და იმ ადგილას, სადაც წყალი მოდის, შეშვერილი გაქვთ საცერი. წარმოიდგინეთ, წყალი არის ადამიანები, რომლებმაც უნდა გამოიწერონ თქვენი პროფილი. და თქვენ დოქის მაგივრად პროფილზე ახვედრებთ საცერს და ეს წყალი ვერ ივსება, რადგან თქვენი პროფილი სრულიად გაურკვეველი და გაუმართავია. მაგალითად, თქვენი პროფილი ნახა 30,000-მა ადამიანმა. სტატისტიკაში შეგვიძლია ვნახოთ 1 თვის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი პროფილი. ამიტომ გირჩევთ, რომ შეამოწმოთ ეს სტატისტიკა. აქედან გამოგიწერეთ მხოლოდ 300-მა ადამიანმა. ეს ხდება მაშინ, როდესაც პროფილი არ არის სრულყოფილი, ანუ ბოლომდე მოწესრიგებული. გაურკვეველია თქვენი ნიშა, კონცეფცია, ღირებულებები და ასე შემდეგ. მეორე სიტუაცია კი ასეთია. თქვენი პროფილი ნახა 30,000-მა ადამიანმა და გამოგიწერეთ 7,000-მა ადამიანმა. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი პროფილი უკვე სრულყოფილია. გამართული და მოწესრიგებული პროფილის მიზანია ის, რომ ის ვისთვისაც საჭირო და სასარგებლო ხართ, მიხვდეს, რომ ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდა. და რა გვჭირდება იმისთვის, რომ გამოგვიწერონ ამ ადამიანები? აუ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საკვანძო სიტყვები არის მხოლოდ 3: გასაგები, მარტივი და საინტერესო. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რაზეა ეს პროფილი. მათ უნდა შეძლონ მარტივად და სწრაფად მიაგნონ მათთვის საინტერესო თემებს. და ეს კონტენტი უნდა იყოს მათთვის საინტერესო. არ გაართულოთ. არ არის აუცილებელი პროფილი იყოს იდეალური და გენიალური. მთავარია იყოს გასაგები და ადამიანები მარტივად ხვდებოდნენ, რატომ უნდა გამოგიწერონ.
მეოთხე ნაბიჯი არის პირველი კონტენტი და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ზოგადად კონტენტის შექმნაში და სოციალური ქსელების მართვაში. ყველაზე დიდი შეცდომა დამწყებებისთვის არის ის, რომ განათავსონ კონტენტი სოციალურ ქსელებში და ელოდებიან რაღაც სხვა გამომწერებს. რეალურად ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ეს კლავს мотивაციას. რეალურად აქ არ უნდა იყოს მიზანი ის, რომ აი ერთმა კონტენტმა მოიყვანოს ათასობით გამომწერი. არამედ თავდაპირველად ჩვენ ვაკეთებთ კონტენტს იმისთვის, რომ სამომავლოდ სამიზნე აუდიტორია მინიმუმ საინტერესო კონტენტისთვის გამოგვიწეროს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თავდაპირველად კონტენტი კეთდება იმისთვის, რომ პროფილი შეივსოს და არა იმისთვის, რომ ათასობით გამომწერი მოგვემატოს. როდესაც ადამიანი გადმოვა თქვენს პროფილზე, უნდა ხვდებოდეს ძირითადი ინფორმაციები თქვენ შესახებ. ეხლა გადავიდეთ იმ თემაზე, თუ რა შეიძლება რომ გადავიღოთ, რა განვათავსოთ თავიდან და ზოგადად რა იდეები შეიძლება რომ შევთავაზოთ თავიდან ჩვენს აუდიტორიას. ამაზე ძალიან კონკრეტული პასუხი მაქვს და ეს არის უდაოდ რილები, ანუ ვიდეო კონტენტი. იმიტომ რომ ვიდეო კონტენტი არის მთლიანად სოციალური მედიის 90%. დღესდღეობით მხოლოდ 10% თუ სკროლავს ფიდს და ათვალიერებს ფოტოებს. უმეტესად ყველა შევდივართ TikTok-ზე, Instagram-ის რილებში, Facebook-ის რილებში და ასე შემდეგ. ამიტომ თუ გინდათ რომ ორგანულად, მარტივად მოიზიდოთ აუდიტორია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გადაიღოთ რილები. რა გადავიღოთ? აუ, პრეზენტაცია ხო ჩანს? ცოტა შეშინებული ვარ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. აბა დამიწერეთ კომენტარებში პრეზენტაცია ხო ჩანს? კი, ჩანს. კი, ჩანს. კარგად, კი ჩანს. მადლობა. რა უნდა გადავიღოთ? პირველ რიგში გირჩევთ რომ მოძებნოთ ტოპ 10 კონკრეტული ნიშა, კონკრეტული პროფილი თქვენს ნიშაში. გამოყავით 10-15 წუთი იმისთვის, რომ ვნახოთ ყველაზე მეტად რა ტიპის რილები გაუვარდა თქვენს კონკურენტებს და გადაიღეთ მსგავსი. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გადაიღეთ მსგავსი და არა იდენტური. სასტიკად წინააღმდეგი ვარ, როდესაც იდენტურ რილებს იღებენ და პირდაპირ უხეშად რომ ვთქვათ, იპარავენ სხვის იდეებს. ასე არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ რომ აიღოთ ინსპირაცია, ამას არავინ არ გიშლით. აი ეხა თან გამახსენდა გუშინ წინ აი ესე ვსკროლავდი Instagram-ის რილებს და შემხვდა ერთ-ერთი ვიდეო, უცხოელი ბლოგერები იყვნენ. უცხოური ბლოგერები იყვნენ და ერთი ბლოგერი ყვება თავის ისტორიას, რომ გადავიღო ვიდეო და ზუსტად იდენტურიო გადაიღო ჩემმა კონკურენტმაცო და ამ კონკურენტის ვიდეოს ანახებს თან თავის ვიდეოზე. სხვათა შორის რომ ანუ გულწრფელი რომ ვიყო და სიმართლე რომ თქვა, ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი სიგიჟე. და არ არის არანაირად სწორი, რომ სხვის იდეა ესე პირდაპირ ავიღოთ, მოვიპაროთ და გადმოვიტანოთ და სხვათა შორის ძალიან ბევრგან შემხვედრია და ძალიან გული მწყდება ამ ამბავზე. ეს არ გააკეთოთ, თუმცა შეგიძლიათ აიღოთ ინსპირაცია. გაანალიზეთ თქვენი კონკურენტების რილები, რომელიც დიდ აუდიტორიაზე არის გასული და გაანალიზეთ ფორმატი. რა ფორმატით არის მოწოდებული ეს ყველაფერი. ამ ანალიზის მიხედვით აიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ინსპირაცია. აი მაგალითად, მე ხშირად ვაზიარებ ხოლმე, უბრალოდ ვაზიარებდი ხელოვნურ ინტელექტზე რილებს. რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტზე ჩემი კონკურენტებიც აზიარებდნენ რილებს, თუმცა ჩვენ ყველა ამას ვაკეთებდით სხვადასხვა ფორმატით და ყველას რილები აგროვებდა ათასობით ნახვებს. გვემატებოდა ასობით და ათასობით გამომწერები. ზუსტად იდენტურად შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენც. თან მით უმეტეს, როდესაც ადამიანი აშენებს პირად ბრენდს, პირდაპირ პლაგიატი ძალიან დამღუპველია და შეიძლება ბოლომდე გაანადგუროს ადამიანის რეპუტაცია. ჩემთან მაგალითად გვერდისგან მესიჯის სახით მომდის, რომ ფოტომ უფრო მეტი ნახვა აიღო, ვიდრე ვიდეო. ამ შემთხვევაში ეგ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ვიდეოები, რომელიც გიდევთ, არ გავარდა სამიზნე აუდიტორიაზე, ვერ მოაგროვა ნახვები, იმიტომ რომ არ იყო ის ტექნიკები და წესები გათვალისწინებული, რაც რეალურად რილებში და ვიდეო კონტენტში უნდა იყოს. და ამიტომ შესაძლებელია ფოტომ გამოიწვია უფრო მეტი ჩართულობა. ასევე შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს იმით,
რომ მაგალითად რეკლამაზე გქონდეთ რაღაც კონკრეტული პოსტი გაშვებული, შეიძლება თქვენ შემთხვევაში არა, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ რეკლამაზე როდესაც არის რაღაც ფოტო გაშვებული, ანუ პოსტი და არა ვიდეო, ასეთ შემთხვევაში გვიწერს ხოლმე იმასაც, რომ ფოტომ უფრო მეტი ნახვები აიღო, ვიდრე ვიდეო, ანუ მოაგროვა უბრალოდ. ეს ორი მიზეზი შეიძლება რომ იყოს. ან მაგალითად ფოტოები უფრო მეტი გიდევთ პროფილზე, ვიდრე ვიდეოები. ასევე მეორე თემა, რაც შეგიძლიათ რომ განათავსოთ რილებში და ამებზე გადაიღოთ ვიდეოები. არის ხშირად დასმული კითხვები. ამ კითხვებზე პასუხი იდეალური თემებია რილებისთვის. ანუ ეს არის ის, რაც აინტერესებს თქვენს სამიზნე აუდიტორიას. შეგიძლიათ ეს კითხვები ამოიწეროთ, როდესაც პირადად მოგმართავენ რაღაც კონკრეტული პრობლემით ან გისვამენ კითხვებს და მინიმუმ ამ თემებზე ჩაწეროთ მოკლე პატარა ვიდეოები. ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ ხელოვნური ინტელექტი. მე მგონი ძალიან ბევრმა იცის ChatGPT-ის შესახებ. ChatGPT-ს შეგიძლიათ მიწეროთ ესეთი რამ, რომ მე ვარ მაგალითად ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი. თუ შეგიძლია მომწერე კითხვები, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემს სამიზნე აუდიტორიას. და შემდეგ მოგწერთ ძალიან ბევრ კითხვას, რომელსაც ხშირად სვამს თქვენი სამიზნე აუდიტორია სოციალურ ქსელებში, Google-ში და ასე შემდეგ. და ამ კითხვებზე გადაიღოთ რილები. ძალიან კარგი საშუალებაა რილის იდეებისთვის. ასევე მესამე იდეა ტოპ 5 მითია შეცდომა. მაგალითად, თუ გაქვთ პროფილი ფსიქოლოგიაზე, აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, ვებსაიტები, ჯგუფები და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველანაირი პლატფორმა, სადაც იპოვით გავრცელებულ მითებს და შეცდომებს, რომლებსაც უშვებს თქვენი სამიზნე აუდიტორია და გააკეთოთ ვიდეო. აი ეს მითია, ეს რეალობა. მაგალითად, იმისთვის რომ პროდუქტი გავყიდოთ, აუცილებელია რომ გყავდეს სოციალურ ქსელებში 1000-ზე მეტი გამომწერი. ეს არის რა თქმა უნდა მითი. და შემდეგ ვანახოთ რეალობა, რეალურად რამდენ გამომწერზე შეიძლება რომ გაიყიდოს პროდუქტი. ასევე მეოთხე თემა ძალიან მნიშვნელოვანია кейსები თქვენი მომხმარებლების. თქვენ თუ უკვე გაქვთ кейსები, ამ ამბის გაშლა და მოყოლა გაყიდვების გასაზრდელად იდეალურია. რა პრობლემით მოვიდნენ ისინი, როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა, რა შედეგები მიიღეთ და ასე შემდეგ. ამ მსგავსი кейსები ჩემს Instagram-ზე, როგორც ჰაილაითებში, ასევე რილებშიც მაქვს, პოსტის სახითაც მაქვს. სადაც შეგიძლიათ რომ ეს უკავშირები გააზიაროთ, ყველგან უნდა გააზიაროთ. ამ რილებიდან ზოგი გავარდება და მოგიყვანთ ახალ აუდიტორიას, ზოგი კი გაახურებს არსებულ აუდიტორიას და მოიპოვებს ნდობას, რაც აისახება გაყიდვებზე და რა თქმა უნდა გააჩნია რას ისახავთ მიზნად. მეხუთე იდეა, რაც შეიძლება იყოს რილებისთვის, ეს არის რჩევები. მაგალითად, თუ ონლაინ მაღაზია გაქვთ, სადაც ყიდით ტანისამოს, როგორ დავამუშაოთ, უბრალოდ როგორ გავსაზღვროთ ჩვენი ტანისამოსის ზომები, ისე რომ ონლაინ გამოწერით, აი მარტივად მივიღოთ გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა ზომა უნდა შევუკვეთოთ. მაგალითად, თუ ასწავლით ვიდეო მონტაჟს ან Photoshop, შეგიძლიათ თქვათ, როგორ დავამუშაოთ ფოტო და როგორ გამოვიყენოთ Photoshop-ი მარტივად. მაგალითად, ყველაზე მარტივი, აი CapCut-ში ვიდეო მონტაჟის აპლიკაციას CapCut-ს თუ იყენებთ, როგორ გავისუფთავოთ სახე რაღაც 2 წამში. ეს არის ძალიან კარგი რილის იდეები. მსგავსი ტიპის რილები აუცილებლად ვარდება. ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და ვისაუბროთ პირველ 100 გამომწერზე. თუ ამ ყველაფერს შევაფასებთ ვარსკვლავური სისტემით, ყველაზე რთულია პირველი 100 გამომწერის მოგროვება. 500 არც თუ ისე რთულია, მაგრამ შემდეგ უფრო ნელ-ნელა მარტივდება. ანუ ყველაზე რთული არის 100, შემდეგ 500 და შემდეგ უკვე უფრო მარტივია. თუ თქვენ გაქვთ მიზანი, რომ გააცროთ პროდუქტი სამიზნე აუდიტორიას, გაზარდოთ გამომწერების რიცხვი და შექმნათ კონტენტი, პირადი ბრენდი და გამოიმუშაოთ თანხა, ამას რა თქმა უნდა შეძლებთ. მთავარია იყოთ აქტიურები და არა პასიურები. გადადგით ნაბიჯები და გახსოვდეთ, რომ თქვენს რეალობას ქმნით მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. როდესაც დაიწყებთ პირველი თანხის გამომუშავებას, თქვენს გონებაში ჩნდება ახალი იდეები. გემატებათ თავდაჯერებულობა, გაქვთ მოტივაცია და ამ ყველაფრის ახსნა და გადმოცემა გეფიცებით ძალიან რთულია. აი ეს ყველაფერი უნდა განიცადოთ. როდესაც ხედავთ, რომ აი თქვენ შრომას აქვს შედეგი, გიფასდებათ ის, რასაც აკეთებთ, მიდიხართ იქ, სადაც გინდათ რომ იყოთ. ეს მართლა ძალიან საოცარია. ამიტომ ეხლა გადავიდეთ ისეთ თემაზე, რომელიც ზუსტად გვჭირდება ამ ყველაფრის მისაღწევად. რა გავყიდოთ თავდაპირველად? ამ ყველაფერს მე მოვარგებ სოციალურ მედია მენეჯერის პროფესიას, თქვენ კი მოარგეთ იმ ყველაფერს, რასაც თავად ყიდით.
როდესაც ცოტა გამომწერი გყავთ, ყველაზე რელევანტურია გავყიდოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც არ არის ძალიან ძვირიანი. აი მაგალითად, მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ყიდით ეპოქსიდის ხელნაკეთ აქსესუარებს, ან რაღაც დეკორაციებს, ხომ არის პროდუქტი, ხომ არის პროდუქტი, რომელიც ცოტა ნაკლები ღირს და შემდეგ პროდუქტი, რომელიც უფრო ძვირი ღირს. ანუ ეს პროდუქტები არის გათვლილი სხვადასხვა სეგმენტზე და აუდიტორიაზე. გირჩევთ, რომ თავდაპირველად გაყიდოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ნაკლები ღირს თქვენს პროდუქტებს შორის. კითხვა: თუ არ ყიდით არაფერს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ან ისწავლოთ რაღაც კონკრეტული პროდუქტის შექმნა, ან ისწავლოთ ინფოპროდუქტის შექმნა. აი მაგალითად, როგორიც არის სოციალური მედია მენეჯმენტი, კოუჩი, ფსიქოლოგი და ასე შემდეგ. აა მ თარგეთოლოგი, მაგალითად ეხლა რაც მახსენდება, ვიდეო მონტაჟი ისწავლოთ და შემდეგ ეს ყველაფერი გაყიდოთ და ასე შემდეგ. ან უბრალოდ შექმნათ ხელნაკეთი აქსესუარი. თქვენზეა დამოკიდებული, რას გაყიდით. თქვენზეა დამოკიდებული, რისი სწავლა გსურთ, რა უფრო მოგწონთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეხლა გეტყვით ჩემზე. მაშინ, როდესაც ყველაზე ცოტა გამომწერი მყავდა პროფილზე, ვყიდდი კონსულტაციებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს, პროფილის მოწესრიგებას და კონტენტ გეგმის შედგენას და რეკლამას, რადგან ეს იყო ისეთი მომსახურებები, რომელიც ყველაზე ნაკლები ღირდა ჩემ შემთხვევაში. თითოეულ პროდუქტს აუცილებლად მიაწერეთ ფასი. მე რაც ჩამოვთვალე, იმათი ფასები დაახლოებით, აი რო გითხრათ, ყველაზე მინიმუმ იყო 70 ლარი, ყველაზე მაქსიმუმ იყო 500 ლარი. რეკლამის ნაწილში გააჩნია, რამდენი რეკლამა უნდოდა დამკვეთს. ნუ ამას მერე შემდეგ უკვე ვთანხმდებოდით და ამის მიხედვით იზრდებოდა ან მცირდებოდა ფასები. აქვე გაგიზიარებთ кейსებს. აა როგორ გამოიმუშავეს თანხები იმ ადამიანებმა, რომლებმაც გაიარეს ჩემი კურსი, იყიდეს კონსულტაცია, იყიდეს მასტერკლასი და ასე შემდეგ. აი მაგალითად, აი კითხვა რო დაისვა, თუ არ ვყიდი არაფერს. ამ ადამიანებიდან ეხლა თქვენ აქ რასაც ხედავთ, არც ერთი არ ყიდდა არაფერს. ისწავლეს სოციალური მედია მარკეტინგი და შემდეგ დაიწყეს თანხის გამომუშავება. აი ნატა მაგალითად, მხოლოდ 9 რეკლამა ჩაუშვა, ანუ 9 წარმატებული რეკლამა და ამით გამოიმუშავა 1700 ლარი. აი მაგალითად ხატია გაიარა კურსი და პირველი პროდუქტი რაც გაყიდა იყო გვერდის აყვანა, ანუ აიყვანა გვერდი, რომელსაც მართავდა. ქეთიმაც ზუსტად იგივე გააკეთა, აიყვანა გვერდი და დაიწყო ამ გვერდის მართვა. და აი აქვე ეს ბოლო სკრინი არის ხატიასი, რომელიც მუშაობდა ბანკში, მისი ხელფასი იყო 1500 ლარი და შემოსავალი პირველივე თვეს 800 ლარამდე გაზარდა. და პლუს ჰყავდა დამკვეთი. ამიტომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერ გაყიდით. ყველაფერს გაყიდით, მთავარია იცოდეთ როგორ მიიტანოთ ეს ყველაფერი სწორად აუდიტორიამდე. ეხლა კი ვისწავლოთ ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შექმნა შეზღუდული ბიუჯეტით. აა ერთი წამით კითხვები ხო არ არის? არა. მეგობრებო, ყველა კითხვას ვინახავ და როგორც კი დასრულებს ანი, გიპასუხებთ. კი ბატონო, ყველაფერზე გიპასუხებ. კი, აი მესმის პირველ ნაბიჯების გადადგმა მინდა და არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო კომპანიებსო. ამ ვებინარის დასრულების შემდეგ აუცილებლად მომწერე და ყველაფერზე დეტალურად გიპასუხებ. აბსოლუტურად ყველაფერზე. ეს გზა არ არის ისეთი მარტივი, რაც შეიძლება აი მაგალითად გვერდიდან ჩანდეს. ყველაფერს ჭირდება შრომა, მონდომება, მე მაგალითად გეფიცებით თავიდან რომ დავიწყე, მართლა აი 2 კვირა გადაბმულად ვმუშაობდი, ვათენებდი ბავშვთან ერთად, რომ რაღაც კონკრეტულ მიზნამდე მიმეღწია. არ იფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მარტივია. არ არის მარტივი, ამ ყველაფერს ჭირდება მუშაობა და ამ ყველაფერს აუცილებლად მოგიყვები ვებინარის დასრულების შემდეგ და რა კითხვებიც გექნება, ყველაფერზე გიპასუხებ. რამდენად მართებულია, აი ამ კითხვებზე აუცილებლად გიპასუხებთ. აა აქ არის ყველაფერი თქვენზე დამოკიდებული. მე გაძლევთ ცოდნას, რომელიც 100%-ით მუშაობს, გასწავლით ხეზე ცოცვას და ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებთ, ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
ჩემგან ყოველთვის გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, მთავარია მოინდომოთ და გამოიყენოთ ის, რასაც ისწავლით. აა, აუ, სანამ მომდევნო თემაზე გადავალ და ვისაუბრებთ რეკლამის შექმნაზე, მაინტერესებს, როგორ განწყობაზე ხართ, გამომიგზავნეთ რეაქციები, ხო არ მოიწყინეთ, ხომ არის ის თემები საინტერესო თქვენთვის, რაზეც ვსაუბრობ, გამიხარდება თქვენი კომენტარები, აი აქ, რომ იწერთ, მაინტერესებს, ხომ არ მოიწყინეთ. გულებს ხედავ. გულებს ხედავ. მადლობა. არა. ვიხარია თუ არა? კარგი, გავაგრძელოთ. რა დროს მოწყენა. პირიქით ძალიან საინტერესო ყველაფერი და არ მომიწყენია პირადად მე ჩემთვის ძალიან საინტერესო. მადლობა მეგობრებო. იმდენად ვინერვული დასაწყისშიც და ეხლაც აი პრეზენტაცია რო გაითიშა ჩაირთო. თითქოს მივაჩვიე ამ ტექნიკურ ხარვეზებს, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობ ხოლმე. ვარ ბუღალტერი, მაქვს საბუღალტრო მომსახურების გვერდი 350 გამომწერზე. ძლივს ავედი ვბუსტავდი ჩემით, მაგრამ რაღაც აშკარად არასწორად ვაკეთებდი, როგორ გავზარდო გამომწერების რიცხვი და როგორ მოვუძებნო კლიენტები. აუცილებლად გიპასუხებთ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ძალიან გამომადგება. მიხარია მეგობრებო, უდიდესი მადლობა. კეთი, სალამი. გამიხარდა შენი კომენტარი. მადლობა. ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. აი რეკლამის ნაწილში რაც გაინტერესებდათ, ვფიქრობ, რომ აქაც იპოვით რაღაც კონკრეტულ პასუხებს და რა კითხვებიც დაგრჩებათ, შემდეგ აუცილებლად გიპასუხებთ. მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის ან დამწყები მარკეტოლოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ეფექტური სარეკლამო კამპანიების შექმნა. თუმცა უნდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობა და რეკლამის მართვა ეფექტურად არის შესაძლებელი მინიმალური ბიუჯეტითაც კი, თუ ეს ყველაფერი სწორად არის დაგეგმილი. ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიები იწვევს აუდიტორიის ზრდას. მას მოყავს ახალი მომხმარებელი და ინარჩუნებს არსებულ მომხმარებლებს. გაყიდვებისა და მოგების გაზრდისთვის სტარტაპებს შეუძლიათ მეტი ინვესტიცია ჩადონ განვითარებაში, მარკეტინგისა და ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო სფეროებში. ანუ ეფექტური რეკლამა პირდაპირ პროპორციულია მეტი ფულის და მეტი ფული კი უდრის მეტ განვითარებას და ფინანსურ სტაბილურობას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რეკლამის მხოლოდ თეორიულ ნაწილზე, რადგან ტექნიკურ ნაწილს ჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. პრაქტიკა და ვებინარზე ფაქტიურად წარმოუდგენელია და შეუძლებელია აგიხსნათ ის, რასაც ჩემს მასტერკლასზე დაახლოებით 5 საათი ეთმობა. მაგრამ ვეცდები, რომ თეორიული ნაწილი მაქსიმალურად ბევრი მოგაწოდოთ. თან იმდენად ბევრიც არ მინდა რომ მოგაწოდოთ, რომ ამ ყველაფერს აი როგორ გითხრათ, ანუ ამ ყველაფრის გამოყენება ვერ შეძლოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები. პირველ რიგში რამდენიმე კურსი მაქვს შეძენილი და საჩუქრადაც შენგან უზომოდ ნაყოფიერი გზამკლებიო. მადლობა ბარბარე, მიხარია ძალიან. რა მჭირდება იმის მინიმალური ბიუჯეტითაც კი იყოს იდეალური. ჩემი პასუხი ძალიან კონკრეტულია. 50% კონტენტი და 50% ტექნიკური ნაწილი. ძალიან ბევრს გონია, რომ აი რეკლამას თუ სწორად ავაწყობ, აუცილებლად მექნება გაყიდვები. ეს ესე არ არის. თუ კონტენტი, ანუ რასაც რეკლამაზე უშვებთ, სარეკლამო ვიზუალი არ არის ბოლომდე გამართული, შეუძლებელია რომ რეკლამამ ის შედეგი მოგცეთ, რასაც რეალურად ელოდებით. შეიძლება სარეკლამო ბიუჯეტი საკმაოდ მაღალი გქონდეთ, მაგრამ გაყიდვები მაინც არ იყოს, იმიტომ რომ კონტენტმა ვერ გააბათილა რეკლამის ეფექტურობა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა განსაზღვროთ რეკლამის მიზანი. დაიწყეთ ძალიან მკაფიო მიზნების დასახვა. იქნება ეს ბრენდის ცნობადობის გაზრდა, პოტენციური მომხმარებლის გენერირება თუ გაყიდვების გაზრდა. დააყენეთ ძალიან კონკრეტული, გაზომვადი და მიღწევადი მიზნები. აი მაგალითად, თუ თქვენი პროფილი არის ჯერ კიდევ ახალი შექმნილი და არ გყავთ რაღაც გამომწერების კონკრეტული რიცხვი. პირდაპირ რომ დაიწყოთ გაყიდვა, პირდაპირ რომ თქვენი სარეკლამო მიზანი იყოს პროდუქტის გაყიდვა, შესაძლებელია და დიდი შანსია იმისა, რომ შედეგები არ მოგცეთ. თუ პროფილი არის ახალი შექმნილი, გირჩევთ, რომ პირველ რიგში, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და რაც უნდა იყოს რეკლამის მიზანი, ეს არის ბრენდის ცნობადობის გაზრდა და გამომწერები.
ანუ გამომწერების მომატება რეკლამით. ეს არის ორი მიზანი, რომელიც თავიდან უნდა განახორციელოთ. როდესაც რაღაც კონკრეტულ გამომწერების რიცხვს მიაღწევთ, უკვე შეგიძლიათ შეცვალოთ მიზანი და პირდაპირ დაიწყოთ გაყიდვად მიზნებზე რეკლამის გაშვება. თუმცა აუცილებელია, რომ მიზანი გქონდეთ სწორად განსაზღვრული. ასევე გირჩევთ, რომ გამოიყენოთ smart ტექნიკა. აი smart ტექნიკაზე ამ პოსტში ვსაუბრობ, ეს პოსტი მიდევს Instagram-ზე და შეგიძლიათ რომ ნახოთ, რადგან ეს ტექნიკა, რაც ამ პოსტში მაქვს აღწერილი, ანუ smart ტექნიკა, გამოგადგებათ როგორც რეკლამაში, ასევე ცხოვრებისეულად. რეკლამა არ არის რაღაც სტანდარტი, რომლის ჩარჩოშიც უნდა მოექცეთ. აქ თქვენ ქმნით თქვენს მიზნებს, თქვენ უნდა იცოდეთ, რისი მიღწევა გინდათ რეალურად და რაზე უნდა იმუშაოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ტექნიკური ნაწილი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ რეკლამა იყოს ეფექტური. და ამ ყველაფერზე ნელ-ნელა ეტაპობრივად ვისაუბრებთ. როდესაც ვსაუბრობთ მიზნის განსაზღვრაზე, რა იგულისხმება ამ ყველაფერში, ხო? პირველ რიგში როდესაც უშვებთ რეკლამას, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მხდება ხოლმე ბიზნეს პროფილებზე, არის ის, რომ აი სარეკლამო ვიზუალი ვგულისხმობ პოსტს ან ვიდეოს. როდესაც უშვებენ რეკლამაზე, მოქმედებისკენ მოწოდება არის ხოლმე მაგალითად გამოიწერე პროფილი ან შესაძლებ მოგწერე და რეკლამის მიზანი აცდენილია მოქმედებისკენ მოწოდებას. ანუ ვიდეოში, რასაც ამბობთ მოქმედებისკენ მოწოდება, ან პოსტ თუ არეკლამებ, პოსტის ტექსტში, რასაც ამბობთ მოქმედებისკენ მოწოდებას, ზუსტად უნდა ემთხოვდეს რეკლამის მიზანს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ უნდა განსაზღვროთ თქვენი სამიზნე აუდიტორია. უნდა გაიცნოთ თქვენი იდეალური მომხმარებლები, როგორც ზოგადად, ასევე სიღრმისეულად. მათ შორის მათი დემოგრაფიული ინტერესები, გეოგრაფიული და ფსიქოლოგიური მახასიათებლები. ძალიან ბევრს გონია, რომ თავიანთ მომხმარებლებს იცნობენ, რადგან იციან მათი სქესი, ასაკი, ქალაქი, საიდანაც შეიძლება რომ ადამიანებმა პროდუქტი შეუკვეთონ. რაღაც ინტერესებიც, მაგრამ ეს რეკლამისთვის არ არის საკმარისი. თქვენ უნდა იცოდეთ ამ ადამიანების ზოგადი ინტერესებიც, ძირითადი ინტერესებიც და მათი ქცევებიც. ამ ყველაფრის გაგება შეგიძლიათ როგორც პროფილის სტატისტიკაში, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთან შეუკვეთავენ პროდუქტს, ან უკვე რაღაც კონკრეტული პროდუქტი შეკვეთილი აქვთ, შეგიძლიათ რომ ამ ადამიანებს დაუსვათ კითხვები, ან გადახვიდეთ მათ პროფილებზე და გაიცნოთ ისინი როგორც თქვენი მეგობრები, როგორც თქვენი ახლობლები. რადგან ეს ყველაფერი ძალიან დაგეხმარებათ რეკლამის იმ ნაწილში, სადაც უნდა ერჩიოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უნიკალური წინადადების შემუშავება. რა განასხვავებს თქვენს პროდუქტს კონკურენტებისგან? მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ თქვენი წინადადება და შეთავაზება და გამოიყენოთ იგი თქვენი მარკეტინგული შეტყობინებებისთვის, რომელიც მოიზიდავს თქვენს სამიზნე აუდიტორიას. შეიძლება იყოს გარანტია, შეთავაზება, ლიდ მაგნიტი. არაფრის დიდებით არ გამოიყენოთ ისეთი ფრაზები, რომელიც უკვე ძალიან გაცვეთილია. აი მაგალითად მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები. ეს ფრაზა ძალიან გაცვეთილია და მსგავსი ფრაზები გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ. გამოიყენეთ ციფრები, ძლიერი სათაურები, თემები, რომლებზეც არავინ არ საუბრობს. მაგალითად, არასწორია ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ, როგორ დავძლიოთ სტრესი. სწორია, 4 მარტივი ტექნიკა, რომელიც გარანტირებულად დაგეხმარებათ სტრესის დაძლევაში. ნახეთ, მეორე წინადადებას, როდესაც ვამბობ, აქ ვაძლევ გარანტიასაც და რაღაც ციფრით შევამყავს, რომელიც უფრო საინტერესოს ხდის ამ ვიდეოს ან ტექსტს, რომელიც უნდა ვანახოთ ჩემს სამიზნე აუდიტორიას. აი მაგალითად, არასწორია სწორი კვება 2000 კალორიით დღეში. სხვათა შორის ეს რეკლამა შემხვდა ერთ-ერთ ნუტრიციოლოგს ედო და ეს ფრაზა რომ შემხვდა და გადავედი პროფილზე, მივხვდი რომ 2000 კალორია დღეში ცოტა არ არის და შესაძლებელია დაკლება, თუმცა ფრაზა არის ძალიან რთული და ბევრისთვის გაუგებარი. აი მაგალითად, მე რომ არ გადავსულიყავი პროფილზე, ვერც მივხვდებოდი რომ 2000 კალორია დღეში ცოტა არ არის და ამით შეიძლება რომ დავიკლოთ, მაგრამ როდესაც ესეთი ფრაზა არის რეკლამაში, ძალიან რთულია ადამიანები გადმოკვდნენ. აი პირდაპირ ძალიან მარტივად სწორი იქნებოდა დაიკელი წონაში შიმშილის გარეშე. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ რომელ წინადადებებს უფრო გამოყვებოდით? რომელ რეკლამაზე უფრო მეტად გადახვიდოდით? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდის ღირებულებები.
იმ ადამიანებს უნდა ანახოთ თქვენი ბრენდის ღირებულებები იმ ადამიანებს, ვისთვისაც უშვებთ რეკლამას. ბრენდის პროდუქტის იდენტურობა არის გადამწყვეტი თქვენი აუდიტორიისთვის. ამას ვამბობ ყოველთვის და ყველგან. რადგან სწორედ აქ ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ის თუ რატომ უნდა იყიდონ კონკრეტულად თქვენგან და არა ელენესგან, რომელსაც თქვენი მსგავსი პროდუქტი აქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლის 99% ერთგულია ბრენდის მიმართ, რომელთა ღირებულებები ასახავს მათ ფასეულობებს. ღირებულების და მისიის სწორად წარმოჩენა ყველაზე ფასეული გასაღებია თქვენი აუდიტორიისთვის, რადგან ეს დაგეხმარებათ დაამყაროთ ძლიერი ურთიერთობები მომხმარებელთან. ჩემი დამწერს ახლა ძალიან დაიქოქეო და ცოტა ნელა ისაუბრეო და ძალიან ჩქარა ვსაუბრობ. იცით რა არის? როდესაც ესე შევდივარ როლებში ვიჭრები, ესე რომ ვთქვათ, მერე სულ უფრო ჩქარ-ჩქარა ვსაუბრობ და იმედია რომ მომყვებით. ეხლა მინდა რომ ეს რაზეც ვისაუბრეთ, ამასთან მიმართებაში განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, რომ თქვენთვის უფრო ნათელი გახდეს ეს ყველაფერი. თუ თქვენ ხართ ფსიქოლოგი, თქვენი ღირებულება იქნება თქვენს მიერ შექმნილი სტრატეგიები. მადლობა. თქვენს მიერ შექმნილი სტრატეგიები დეპრესიისაგან თავის დასაღწევად. მაშინ, როდესაც ფსიქოლოგების 70% იყენებს სხვისგან ნასწავლ, სხვის შემუშავებულ სტრატეგიებს, თქვენ გაგაჩნიათ საავტორო სტრატეგია, რომელიც გარანტირებულ შედეგს აძლევს მომხმარებელს. ამ ყველაფერთან ერთად უნდა ისაუბროთ მომხმარებლის დადებით უკავშირებზე, თქვენამდე და თქვენ შექმნილ თქვენამდე და თქვენ შემდეგ შეცვლილ პაციენტებზე. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, წარმატებულ кейსებზე. თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია, მაგალითად ხართ დიზაინერი, რომელიც ქმნის ტანისამოს, მაშინ თქვენი ღირებულება შეიძლება იყოს ხარისხის სწრაფი მიწოდება, ლიმიტირებული კოლექცია, უნიკალური დიზაინი, რომელიც არ განმეორდება. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ანახოთ. სხვათა შორის მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ქართულ ტანისამოსის ბრენდთან და ეს გოგო, ანუ თეო, ვინც ქმნიდა ამ ტანისამოს, ქმნიდა უნიკალურ ტანისამოს, ანუ ერთ მოდელს რომ შექმნიდა ერთი ადამიანისთვის, ამ მოდელს აღარ ამეორებდა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვაჩვენებდით სოციალურ ქსელებში, მაგრამ როდესაც ადამიანები გვწერდნენ, რომ იცი რა, ძალიან მაგარი მოდელია, ძალიან მომწონს, ძალიან მინდა, თუ შეიძლება რომ იგივე შემიკეროთ, არ აკეთებდა და ამან მოუყვანა ძალიან დიდი აუდიტორია, იმიტომ რომ ის ქმნიდა უნიკალურს და ისეც, რაც აღარ მეორდებოდა. ანუ როდესაც რაღაც თქვენთვის მნიშვნელოვანი დღისთვის შეიკერავდით კაბას, ამ კაბას სხვის ტანზე ვერასდროს ვეღარ ნახავდით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი რაღაც იყო მისთვის. მესმის, რომ თეორიულად მარტივია ეს ყველაფერი. ბევრი საუბრობს, რომ გარკვიეთ თქვენი ღირებულებები, ანახეთ თქვენი ღირებულებები, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ რეალურად ეს ჩვენი ღირებულებები? ამისთვის მოგიმზადეთ კითხვარი, რომელსაც ახლა Telegram არხზე გამოგიგზავნით აუცილებლად. აი ახლა გამოგიგზავნით ამ კითხვარს Telegram არხზე, ვებინარის არხზე. ვფიქრობ, რომ წესით უკვე გამოიგზავნა. კი ბატონო. და გირჩევთ, რომ ამ კითხვებზე უპასუხოთ და ამ ღირებულებებს გაყვეთ, რაც გამოგეგზავნეთ Telegram-ზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აბრჩიოთ რეკლამის განთავსების არხები. როდესაც შესწავლილი ყავთ სამიზნე აუდიტორია, უკვე ზუსტად გესმით, სად უნდა ანახოთ მათ თქვენი რეკლამა. მაგალითად, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია უფრო მეტ დროს ატარებს Instagram-ზე, რილების სკროლვაში, ან დედების ჯგუფში, ან Facebook-ზე და ასე შემდეგ, უკვე თქვენ იცით, სად უნდა ანახოთ თქვენი რეკლამა. რაც უფრო კონკრეტულად იცით, მით უფრო უკეთესია. აი მაგალითად, ის ატარებს დროს Facebook-ზე, ძალიან ზოგადია, მაგრამ თუ იტყვით, რომ ის ატარებს დროს Facebook-ზე დედების ჯგუფში, ეს უკვე არის კონკრეტული და გაძლევთ რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას, სად უნდა ანახოთ თქვენი შეთავაზება ან პროდუქტი ამ ადამიანებს. აი მაგალითად, მე ვიცოდი, რომ ჩემი აუდიტორია იყო Facebook ჯგუფში აწარმოე ქართული და ზუსტად აქედან ხართ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ჩემს ვებინარზე.
ესე უნდა იცოდეთ, სად არის თქვენი აუდიტორია, სად უნდა შესთავაზოთ, როგორ უნდა შესთავაზოთ და ვის შესთავაზოთ. სწორედ ამიტომ გჭირდებათ კონკრეტულად იცოდეთ ეს ყველაფერი. როდესაც პროფესიონალურ რეკლამას უშვებთ ეც მენეჯერიდან, შეგიძლიათ კონკრეტულად აირჩიოთ, სად განთავსდეს თქვენი რეკლამა. აქ სწორად შერჩეული ადგილმდებარეობა დაგეხმარებათ სამრეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვაში და გადანაწილებაში. ძალიან ხშირად შემხვედრია რეკლამების სალონების ან სავარჯიშო დარბაზების, რომელიც არ არის ჩემს ქალაქში და ძალიანაც რომ მინდოდეს, უბრალოდ ვერ მოვახერხებ მათთან მისვლას. შესაბამისად, ეს ადამიანები, ვინც უშვებენ ამ რეკლამას და ათარგეთირებენ ჩემზე, ხარჯავენ ბიუჯეტს უშედეგოდ, რადგან არ იციან როგორ უნდა გაუშვან სწორად რეკლამა. კიდევ ერთ-ერთი кейსი იყო ესეთი, რომ ჩემს ქალაქში, ანუ სადაც მე ვცხოვრობ, არის ერთი კი არა, ბევრი არის, მაგრამ ნუ ეხა ერთ-ერთ ესთეტიურ ცენზე ვსაუბრობ. თითქმის ყოველდღიურად საათში 2-ჯერ და 3-ჯერ ხდებოდა ამ ესთეტიური ცენტრის რეკლამები. ესე არ გააკეთოთ. ეს არის ძალიან მომაბეზრებელი. როდესაც რეკლამას უშვებთ და დიდხნიან პერიოდზე გაქვთ გათვლილი და არც ინტერესებს უცვლით, არც ასაკს უცვლით, არც ლოკაციებს უცვლით, ეს რეკლამა ძალიან ბევრჯერ მეორდება ერთ და იგივე ადამიანთან და უკვე მომაბეზრებელია. ამიტომ ესე არ გააკეთოთ. დღეების რაოდენობა რეკლამაში შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10-15. შემდეგ აუცილებლად უნდა შეცვალოთ ან ინტერესები, ან სამიზნე აუდიტორია, ან ასაკი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. ფოკუსირება მოახდინეთ იმ პლატფორმებზე, სადაც თქვენი სამიზნე აუდიტორია ყველაზე აქტიურია, რომელიც შეესაბამება თქვენს ნიშას და რომელიც აკმაყოფილებს თქვენი კონტენტის ფორმატებს. როგორც გითხარით, აქ სლაიდზეც ჩანს, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ რეკლამის იდეალურად აწყობა არის რეკლამის ეფექტურობის გარანტია, თუმცა ესე არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონტენტს. ეცადეთ, რომ რეკლამაში არასდროს არ გაუშვათ უხარისხო ფოტო, ვიდეო. ინფორმაცია, მაგალითად, სადაც არ არის დეტალურად აღწერილი პროდუქტის შესახებ. სოციალურ მედიაში რეკლამისთვის დამზადებული ვიზუალი არ არის მხოლოდ ლამაზი სურათები. ეს არის მთელი სისტემა, რომლის ელემენტები უნდა იყოს ერთმანეთთან ჰარმონიაში. გადმოსცემდეს ბრენდის არსს და მნიშვნელობას და რაც მთავარია, უნდა ყიდეს პროდუქტს. აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ ფოტოს პრეზენტაციაზე. პირველი არის უბრალოდ ფოტო თეთრ ფონზე და მეორე უკვე ასახავს ბრენდის ღირებულებებს. უკან თუ დააკვირდებით, რაღაც ბუნებაც ისე ჩანს, რომ თითქოს ეს ჩანთა უძლებს ყველანაირ კლიმატს, ყველანაირ გამოყენებას და ასე შემდეგ. ასევე აქვს თეზისიც, ნახეთ, იგრძენი თავი განსაკუთრებულად ყოველდღიურად. მსგავსი თეზისები შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ აუცილებლად თქვენს სარეკლამო კონტენტში. ასევე ძალიან ხშირად მისვამენ კითხვას, რა ღირს რეკლამა საშუალოდ. ამაზე ვერავინ ვერ გიპასუხებთ. კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს დამოკიდებულია სეზონზე, დღესასწაულებზე, პროდუქტის კონკურენტუნარიანობაზე და კონკრეტულ ნიშაზე. მაგალითად, ეხლა მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, ახალ წელს რეკლამა შედარებით ძვირი ჯდება ვიდრე სხვა დღეებში, რადგან ამ დროს ყველა უშვებს რეკლამას და კონკურენცია დიდია. მაგალითად, თუ რეკლამის ბიუჯეტი გაქვთ $20, ახალი წლის პერიოდში ეს $20 უნდა გააზარდოთ $50-მდე, რადგან კონკურენცია დიდია და სხვა შემთხვევაში იმ მინიმალურ თანხასაც დაკარგავთ, რაც რეკლამაში გექნებათ ჩადებული. ნიშა, რომელიც კონკურენტუნარიანია, მაგალითად სილამაზის სალონი, მას უფრო ძვირი უჯდება რეკლამა, ვიდრე ნიშას, რომელსაც არ ჰყავს ბევრი კონკურენტი. და ყველაზე მთავარი არის ის, რომ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ მოქმედებისკენ მოწოდება. თუ არ მოვუწოდებთ მოქმედებისკენ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. აქ უბრალოდ სიტყვაზე უნდა მენდოთ. აქ ჩაატაროთ ამაზე ბევრი ექსპერიმენტი, რადგან ჩატარებული მაქვს ძალიან ბევრ პროფილზე, ძალიან ბევრ პროდუქტზე და ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ, თუ მოქმედებისკენ მოწოდება არ გექნებათ რეკლამაში. აუცილებლად უთხარით. გადმოდი პროფილზე და ნახე უფრო მეტი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. შესაძენად მოგწერე, ან მოგწერე და მიიღე საჩუქარი და ასე შემდეგ. ნებისმიერი მოქმედებისკენ მოწოდება, რაც პასუხობს თქვენს მიზანს.
აქვე პატარა ისტორიასაც მოგიყვებით. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიები რაღაც თან თქვენთვის სასარგებლო იქნება და თან რაღაც პატარა შესვენებებსაც მოგცემს თემებს და თემებს შორის. ამიტომ ეხლა მოგიყვებით ერთ ისტორიას. ჩემი სააგენტო თანამშრომლობდა ერთ-ერთ გლობალურ კომპანიასთან და ჩვენ სააგენტოს დაავალეს მხოლოდ კონტენტის შექმნა. და როდესაც გამიჩნდა კითხვა, ანუ მე როგორც advertiser ქალს, გამიჩნდა კითხვა, რეკლამა რატომ არა? და გვითხრეს, რომ აი advertising-ის კუთხით უკვე ყავდათ თანამშრომელი და თანამშრომლობდნენ სხვა კომპანიასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცის, თუმცა კოლეგიალურობის გამო ვფიქრობ, რომ არ ღირს სახელის ხსენება. ну, მოკლედ, დამკვეთი გვეუბნებოდა, რომ რეკლამა მუშაობს იდეალურად. შემდეგ ეხა მე რის ანი ვიყავი თუ არ დავინტერესდებოდი ამ რეკლამების სტატისტიკით და დავინტერესდი მოკლედ ამ რეკლამების სტატისტიკით. დამკვეთს სურდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეევსო Google ფორმა. აი Google ფორმები რო არის რაღაც ინფორმაციებს რო ავსებ. აი ეგ იყო რეკლამის მიზანი, ანუ უნდა ყოფილიყო ბევრი შევსებული Google ფორმა. და ვნახე სტატისტიკა, სადაც ერთი ლიდი დაახლოებით ჯდებოდა 3 და 5 დოლარამდე. ანუ ერთი ადამიანი, რომელიც ავსებდა ამ Google ფორმას, ერთ ადამიანზე იხარჯებოდა 3 და 5 დოლარამდე. შემდეგ ვთხოვე, რომ სატესტოდ ერთი რეკლამა მე ჩამეშვა და იგივე მიზანზე ავაწყობდი რეკლამას, უბრალოდ მაინტერესებდა ჩემი რეკლამით რა დაჯდებოდა ერთი ლიდი. და ჩემს მიერ გაშვებული რეკლამით ერთი ლიდი დაჯდა 30 ცენტი. ანუ ძალიან დიდი სხვაობა მოგვცა. ამით რეალურად იმის თქმა მინდა, ანუ ამ ისტორიით იმის თქმა მინდა, რომ თუ თქვენი რეკლამა ეხლა მუშაობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება იმუშაოს უკეთესად. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. ბევრს გონია, რომ რაღაც იდეალურად მუშაობს. იმ ბიუჯეტის კოლობაზე რა ბიუჯეტიც აქვს. თუმცა, ვფიქრობ, რომ შეგიძლიათ, რომ უფრო უკეთესადაც ამუშაოთ. ყველაფერი გასაგებია? რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე რთული? ცოტა ხანი შეგვიძლია შევისვენოთ. მე ცოტა წყალს დავლევ, კი ვთქვი, რომ 1 საათი გაგრძელდება ვებინარი თქო, მაგრამ აი მინდა რომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოგცეთ და ცოტა შეიძლება ერთი 20 წუთით მეტხანს გაგრძელდეს. თქვენთვის რომელი საკითხი არის ყველაზე რთული? შეგიძლიათ რომ დამიწეროთ. გავიდა 1 საათი 9-ზე დავიწყეთ და კი, მაგრამ არ ვასრულებთ. ჯერ არ ვასრულებთ. ყველა საკითხი რთულია, როცა კარგად არ ვიცით. კი ბატონო, გეთანხმებით, გამომწერები. მეგობრებო, გამომწერები. ჩემთვის რთული არის იმის მოხერხება, რომ რილი იყოს საინტერესო. აი გამომწერებს რაც შეეხება, ყველაზე კარგი ხერხია რომ იყოთ რეგულარულები. ანუ ყოველდღიურად უნდა განათავსოთ კონტენტი. კონტენტი განათავსეთ და არ იფიქროთ, რომ აუ ეხლა ეს იდეალური არ არის. აი ეხლა ეს შეიძლება არ გავარდეს. ეს არ იფიქროთ. გადაიღეთ, დადეთ და რაც უფრო ხშირად დადებთ თქვენს კონტენტს, მით უფრო ბევრი გამომწერი დაგემატებათ ეტაპობრივად. Instagram-ზე ვფიქრობ მეტი აუდიტორია იქნება ვიდრე Facebook გვერდზე, როგორ ფიქრობ? იცი რა არის? Instagram-ზეც და Facebook-ზეც შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული პროდუქტის აუდიტორია, რეალურად იქაც არის და იქაც. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, Instagram-ზე უფრო რთულია გამომწერების მოგროვება ვიდრე Facebook-ზე, იმიტომ რომ Instagram-ს იყენებს რაღაც აუდიტორიის კონკრეტული ნაწილი და Facebook-ს იყენებს თითქმის ყველა. ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ მივაწოდე აუდიტორიას, კი ბატონო. გამარჯობა, ყოველდღე ვანთავსებ, მაგრამ დიდად არაა გამომწერები TikTok-ზე გულისხმობ.
იცი რა არის? TikTok-ს აქვს თავისი სქემა. TikTok-ის ალგორითმს გაგიზიარებთ აუცილებლად ვებინარის დასრულების შემდეგ და თუ იმ სქემის მიხედვით იაქტიურებ, რასაც გავაზიარებ Telegram-ზე, ეხლა მზად არ მქონდა ეს ტექსტი, მაგრამ აუცილებლად მოვიწერები და მაგ ტექსტის მიხედვით იხელმძღვანელე და ვფიქრობ, რომ სწრაფად მოაგროვებ გამომწერებს. ჯობ ჩემი აზრით Facebook-ზე მოგროვდეს, მაშინ და მერე Instagram-ზე გადავიყვანოთ რა სიტყვი. შეგიძლიათ ორივეზე ერთდროულად დაიწყოთ. ორივეზე ერთდროულად დაიწყოთ, ორივე მოგცემთ შედეგს და რასაც Instagram-ზე გააზიარებთ, შეგიძლიათ Facebook-ზე გააზიაროთ, რასაც Facebook-ზე, Instagram-ზე. ნუ ესე შეგიძლიათ რომ განათავსოთ ორივე პლატფორმაზე კონტენტი და დრო არ დაკარგოთ. TikTok-ის ვებინარს არ გეკმავ. ნახობიც არ აქვს დიდად. მაგრამ შემდეგ შეგვიძლია რომ განვიხილოთ შენი TikTok-ი რატომ არ აქვს ნახევი. კარგი. კითხვებზე შემდეგაც გიპასუხებთ და ეხლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი თემა არის ჩემი პირველი 1500 ლარი სოციალურ მედია მარკეტინგით, რომელიც გამოვიმუშავე 2 დღეში. ვფიქრობ ეს სქემა თქვენთვისაც საინტერესო იქნება და ამ სქემის მიხედვით კიდევ შეძლებთ რომ თქვენ პროდუქტს მოარგოთ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ჩემს პირველ 1500 ლარს, რომელიც 2 დღეში გამოვიმუშავა, ყველაზე კარგად აღწერს 4 სიტყვა. ეს არის მიზანი, აუდიტორიის საჭიროებების შესწავლა, გეგმა და მოქმედება. და ხაზს გავუსვამ იმას, რომ ეს პირველი 1500 ლარი გამოვიმუშავე მაშინ, როდესაც მყავდა 350 გამომწერი Instagram-ზე. 350-დან 470-მდე, ანუ ყოველ შემთხვევაში 500 არ მყავდა. და ეს ყველაფერი გავაკეთე მაშინ, როდესაც წამოვედი სამსახურიდან, მუშაობდი ნიკორას ქსელურ მაღაზიაში კონსულტანტად, 300 ლარი მქონდა ხელფასი, მაქედან წამოვედი, ანუ ვთქვი უარი ამ სამსახურზე, დავიწყე ამ პროფესიის შესწავლა და გამოვიმუშავე 1500 ლარი 2 დღეში. როცა მაგალითად დაახლოებით 9 თვე უნდა მემუშავა ქსელურ მაღაზიაში, რომ ამ თანხამდე ავსულიყავი. მოდით ეხლა ეტაპობრივად მივყვეთ ამ სქემას და მოვარგოთ თქვენს პროდუქტსაც. პირველი იყო მიზანი, ანუ 2 დღეში 1000 ლარის გამომუშავება. ჩემი მიზანი იყო ეს და არა 1500 ლარის. შემდეგი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებები. ბიზნესის, სტარტაპის განვითარება სოციალურ ქსელებში. მეტი გაყიდვები, პროფილის მოწესრიგება, ისე რომ მიიქციოს აუდიტორიის ყურადღება. სწორი და ეფექტური რეკლამის გაშვება, რათა მიიღონ მაქსიმალური გაყიდვები. ანუ ეს იყო ჩემი აუდიტორიის საჭიროებები, ვიზაც უნდა გამიყიდა პროდუქტი. პროდუქტი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და არა ძალიან ძვირი, რადგან ძალიან ცოტა გამომწერი მყავდა და შესაბამისად მჭირდებოდა აუდიტორიის ნდობის მოპოვება და უკავშირები, რაც შემდეგ ამ პროდუქტს უფრო ძვირად გამაყიდინებდა. ყველაზე რელევანტური პროდუქტი იყო ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები. ჯგუფური კონსულტაციის ღირებულება იყო 50 ლარი, ინდივიდუალური კონსულტაციის ღირებულება იყო 80 ლარი. მე უნდა გამეყიდა 80 ლარად ინდივიდუალური კონსულტაცია 5 ადამიანზე და 50 ლარიანი ჯგუფური კონსულტაცია 10 ადამიანზე. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ რა არის თქვენი მიზანი, ანუ რამდენი გინდათ რომ გამოიმუშაოთ და რამდენ დღეში, შემდეგ ჩამოწეროთ პროდუქტები, პროდუქტს მივუწეროთ ფასები და განსაზღვროთ რომელი პროდუქტი რამდენ ადამიანზე უნდა გაყიდოთ. ჩემი გეგმა იყო შემდეგნაირი. ყოველდღიური სთორები, რომელიც გათვლილი იყო სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებზე, ასევე პირადი სთორები და შიგადაშიგ ემოციური და რაციონალური გაყიდვები. ემოციური და რაციონალურ გაყიდვებზე უკვე მასტერკლასზე აუცილებლად ვისაუბრებთ, რადგან ეს ცოტა დიდი თემაა და ამ ყველაფერზე აქ ვერ ვისაუბრებთ და ასევე ერთი კვირის განმავლობაში უნდა განმეთავსებინა 4 რილი, რომელიც აგვარებდა აუდიტორიის პრობლემას და ბოლოში ვთავაზობდი რაღაც უფასო ბონუსს. 3 პოსტი კვირაში, 1 პირადი, 1 ექსპერტული და 1 სასარგებლო. ბოლო 2 დღე კი პირდაპირი გაყიდვები. ანუ, როდესაც ვამბობ, რომ 2 დღეში გამოვიმუშავე 1500 ლარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2 დღეში დავიწყე ამ ყველაფრის გაკეთება. მანამდე მე ვახურებდი აუდიტორიას, რომ 2 დღეში, როდესაც გაყიდვებს ჩავუშვებდი, უკვე გამომემუშავებინა ის თანხა, რაც მქონდა მიზნად. გაყიდვები გავაკეთე შემდეგი პრინციპით. პრობლემა, პრობლემის მოგვარების მეთოდები და ვინაიდან მაშინ არ მქონდა მომხმარებლის кейსები, მომხმარებლის кейსების მაგივრად გამოვიყენე ჩემი შედეგები. იმ პროფილის, რომელ პროფილზეც მუშაობდი.
თუ თქვენ გაქვთ მომხმარებლის кейსები, ეს აუცილებლად გამოიყენეთ გაყიდვებში. შემდეგ კი შეთავაზება, ლიმიტი და დროის ტრიგერი. დროის ტრიგერი შეიძლება იყოს დარჩა მხოლოდ 2 საათი, რომ ამ ფასად შეძლოთ შეძენა. დარჩენილია მხოლოდ 3 ადგილი, მოასწრით და ასე შემდეგ. დროის ტრიგერი იდეალურია, მაგრამ ნახეთ აქ რა ხდება. ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ესეთ რაღაცას, რომ აი დარჩენილია მხოლოდ 3 ადგილი და რეალურად ამ 3 ადგილის ნაცვლად ყიდის კიდევ 10 ადგილს იმ ფასად, რამდენადაც ამბობდა, რომ დარჩენილი იყო 3 ადგილი. ეს არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში, რადგან ამას აუდიტორია აუცილებლად მიხვდება და მიხვდება, რომ მიტყუებით და თქვენი რეპუტაციაც ამ დროს რაღაც უცებ იფშნება. ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ. თუ რეალურად ამბობთ, რომ დარჩენილია 3 ადგილი, მართლა 3 ადგილი უნდა იყოს დარჩენილი და 3 ადგილი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც გაყიდით აი რაღაც კონკრეტულ ფასად. დრო თუ იწურება, აი მაგალითად, თუ ამბობთ, რომ ღირს 200 ლარი და 12 საათის შემდეგ უკვე ეღირება 300 ლარი, რეალურად ესეც უნდა იყოს. აა და შემდეგ უკვე ზუსტად 48 საათში გამოვიმუშავე 1500 ლარი ამ მეთოდით. ეს ჩემთვისაც დაუჯერებელი იყო და საოცრად თავდაჯერებული და ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. არსებობს ესეთი სინდრომი, რომელსაც ეძახიან თვითმარქვის სინდრომს, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში მქონდა და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს მაინც ჰქონდეს. აი თითქოს ყველაფერი აი ბარბარემ დაწერა თუ არ ვცდები, ამდენი გაიდის მიუხედავად მაინც მიჭირს დაწყება. ეს ხდება იმიტომ, რომ გვაქვს თვითმარქვის სინდრომი. ეს არის შეგრძნება, როდესაც თითქოს რაღაც ისწავლეთ, რაღაც იცით, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება და უკვე პრაქტიკაში უნდა გადმოიტანოთ, გგონიათ, რომ არაფერი აღარ იცით. მაგრამ როდესაც პრაქტიკაში გადმოგაქვთ ნასწავლი და ეს თვითმარქვის სინდრომი ნელ-ნელა ქრება, უკვე ძალიან დიდი თვითდაჯერებულობა გემატებათ. ამიტომ მე ესე გავაკეთე. ასე იყო ჩემ შემთხვევაში. სანამ გაყიდვებს დავდებდი, ვიცოდი რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან მეშინოდა. მქონდა ნერვიულობის მომენტი და არ ვიცოდი გამომივიდოდა თუ არა. თუმცა აუცილებლად გამოგივათ თუ ამ თვითმარქვის სინდრომს დაძლევთ. ჩემ მასტერკლასზე დეტალურად ისწავლით, როგორ უნდა გაყიდოთ პროდუქტი ისე, რომ ყოველდღიურად იყიდე არ იძახოთ. ეს მასტერკლასი უნიკალური შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ თავისი პროდუქტი ან ინფოპროდუქტი გააცნოს ფართო აუდიტორიას. მიიღოს გრანდიოზული გაყიდვები, ჰქონდეს ფინანსები იმისთვის, რომ არასდროს არაფერზე არ თქვას უარი და აისრულოს ყველა ის სრული, რაც რეალურად თავად უნდა. რეალურად ბიზნესაც ხო ამისთვის ვიწყებთ სოციალურ ქსელებში. ამისთვის ვყიდით რაღაც პროდუქტს, ხო? რომ რეალურად დავიმსახუროთ ადამიანების უკავშირები, მყავდეს კმაყოფილი მომხმარებლები და მივაღწიოთ დასახულ მიზანს. გაყიდვა სოციალურ ქსელებში არის ის, რაც რეალურად ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელია. შეგიძლია გაყიდო შენი ცოდნა, შენი პროდუქტი, ნებისმიერი რამ, რასაც სარგებელი მოაქვს თქვენი აუდიტორიისთვის და აგვარებს მათ პრობლემებს. არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც ვერ გაყიდით. ვებინარზე მსვლელობის დროს, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის მართლა ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რისი სწავლაც შეგიძლიათ ჩემს მასტერკლასზე. თუ შეხარ ადამიანი, რომელიც ამ ვებინარზე კონკრეტული მიზნით მოვიდა. თუ შეხარ ადამიანი, რომელსაც სურს განვითარება და ფიქრობს, რომ დასაკარგი დრო არა აქვს და კიდე რომ დაიწყოს სწორად განვითარება სოციალურ ქსელებში, მაშინ აუცილებლად გამოიყენებ ამ შეთავაზებას, რასაც ახლა ვიტყვი. რადგან ვიცი რომ ძალიან დიდ სიგიჟეს ვაკეთებ. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, როგორებიც ხართ თქვენ და იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა ესწრება ამ ვებინარს, ამ ყველაფრის გაკეთება მიიღირს, რადგან ბევრი ხართ აქ ისეთი, რომელიც ჯერ მე ძალიან კარგად არ მიცნობთ და სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამ სიგიჟეს. მე თქვენ გაგიზიარეთ ხატიას ვიდეო, რომელმაც შეისწავლა სოციალური მედიის მართვა და წამოვიდა ბანკიდან, სადაც ხელფასი ჰქონდა 150 ლარი და დღეს მისი შემოსავალი გაიზარდა. გაგიზიარეთ ნინის ისტორია, რომელიც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა და უნდოდა რომ ყოფილიყო ლიდერი მის ნიშანში და რეალურად დღეს ესეც არის. ერთ-ერთი საუკეთესო არის ნინი თავის სფეროში, რომელიც საერთოდ არ ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგიის განხრით რაღაც მომსახურებას გაყიდა სოციალურ ქსელებში. თუმცა დღეს რიგი უდგას.
გაგიზიარეთ ნატას უკუკავშირი, რომელმაც 9 რეკლამით გამოიმუშავა 1700 ლარი. აი, აქ ასევე სქრინზე ნახავთ ამ, ელენეს, რომელსაც აქვს საკუთარი ბიზნესი და ყიდის ტანისამოს. და $10 რეკლამით გამოიმუშავა 800 ლარის სუფთა მოგება 2 დღეში. ანუ გაუშვა $10 რეკლამა და 800 ლარი დარჩა სუფთა მოგება მხოლოდ და მხოლოდ 2 დღეში. აი, გაგიზიარებთ ახლა ზუსტად ელენეს უკუკავშირსაც. თუ გაქვთ ბიზნესი ონლაინ და ერთხელ მაინც გიცდიათ რეკლამის გაშვება, დაფიქრდით რამდენ თანხას ხარჯავთ ისეთ რეკლამებში, რომელსაც არანაირი შედეგი არ აქვს. ან აქვს, თუმცა ისეთი არა, როგორიც წარმოგედგინეთ. რეალურად, მასტერკლასის ღირებულება, რაც ეხლა უნდა გითხრათ, ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რესურსი და დრო, რასაც არასწორად ხარჯავთ რეკლამებში. ამიტომ ეხლა გაგაცნობთ 3 დღიანი მასტერკლასის სილაბუს, სულ რაღაც ჭირდება მაქსიმუმ 5-7 წუთი და შემდეგ უკვე გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. 3 დღიანი მასტერკლასის სილაბუსი ესეთია. პირველი დღე სოციალური ქსელების საფუძვლიანად მოწესრიგება, Instagram-ი და Facebook-ი. როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური Instagram და Facebook პროფილები, სახელი, ბიო, პროფილის ფოტო, ჰაილაითები, Facebook-ზე ინფორმაციის შევსება და ასე შემდეგ. კონტენტისა და ვიზუალური სტილის ჩამოყალიბება. როგორ უნდა ავაწყოთ ბრენდის ტონალობა და ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, როდესაც ვაშენებთ პირად ბრენდს და ვქნით პროდუქტს იმისთვის, რომ გავხადოთ ბრენდი. და ასევე ვისწავლით პროდუქტზე ორიენტირებული ბიო შექმნას და მოქმედებისკენ მოწოდების შექმნას. შემდეგი, დღე მეორე, ვისწავლით ბუსტს. რას ნიშნავს ბუსტი და როგორ მუშაობს? რომელი პოსტებია ბუსტის რეკლამისთვის შესაფერისი? აუდიტორიის არჩევის ტექნიკა ბუსტში. ლოკაცია, ასაკი, ინტერესები, ბიუჯეტის მართვა და რეკლამის ხანგრძლივობა. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ბუსტის გამოყენებისას. და როგორ გავაანალიზოთ შედეგები, engagement-ი, reach-ი და action. იცით რა არის? აქ დაისვა კითხვა, ბუსტი მუშაობს თუ არაო? ბუსტი მუშაობს, უბრალოდ გჭირდებათ იმ ტექნიკების ცოდნა, რითიც შემდეგ შეძლებთ, რომ სწორად დააწყოთ ეს ყველაფერი. Facebook-ზე ბუსტი არ მუშაობს, თუმცა Instagram-ზე შესაძლებელია, რომ Ads Manager-ზე უფრო უკეთ იმუშაოს. ბუსტი არის რეკლამა. Facebook-ზე გვაქვს ორი ტიპის რეკლამა, Facebook-ზე და Instagram-ზე. ეს არის ბუსტი და ეს არის Ads Manager-ი. ორივე ტიპის რეკლამა შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე პლატფორმაზე. და მესამე, რეკლამა Ads Manager-ით. Ads Manager-ის პროფესიონალური რეკლამის ძირითადი საფუძვლები, კამპანიების მიზნების არჩევა, ანუ engagement-ი, ტრაფიკი, სეილები, რა რისთვის არის და როგორ მუშაობს, აუდიტორიის სეგმენტაცია, ლოკაცია, ასაკი, ინტერესები, ამ ყველაფრის საფუძვლიანი შესწავლა, ვიზუალური ნაწილი, ანუ სარეკლამო კრეატივების შექმნა, როგორი უნდა იყოს სარეკლამო ვიზუალი და ამ ყველაფერს ვისწავლით, რეკლამის გაშვების და შედეგების მონიტორინგის პრინციპები, ძირითადი შეცდომები Ads Manager-ში და სარეკლამო ანგარიშის და ბიზნეს მენეჯერის შექმნა მოწესრიგება. სარეკლამო ანგარიშის შექმნის და ბიზნეს მენეჯერის შექმნის გარეშე თქვენი ბიზნეს პროფილი შეიძლება სამუდამოდ ისე დაიბლოკოს, რომ ვერასდროს ვეღარ შეძლოთ მისი აღდგენა. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ ქმნით ბიზნეს პროფილს, რადგან თქვენ როდესაც თვეობით და წლეობით აშენებთ ბიზნეს პროფილს, მოგყავთ აუდიტორია, გაქვთ იდეალური გაყიდვები და ასე შემდეგ, თუ Facebook პროფილი ტექნიკურად არ არის მოწესრიგებული, შეიძლება ეს ყველაფერი წამიერად ისე ჩამოგენგრათ, რომ ვერასდროს ვეღარ შეძლოთ მისი აღდგენა. ამიტომ ამ ყველაფრის სწავლა და ტექნიკურად სწორად შემუშავება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ეხლა გეტყვით ფას, უკვე პრეზენტაციაზე ხედავთ კიდეც. ეს რაც მე გითხარით, ეს ისწავლება სრულფასოვან კურსებში, რომლებიც 500 ლარზე ზემოდღირს. ჩვენ კი ამ ყველაფერს მასტერკლასზე ძალიან კონკრეტულად 3 დღის განმავლობაში გავივლით და მოგცემთ ზუსტად იმ ტექნიკურ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც გჭირდებათ.
მიიღებთ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, გექნებათ უვადო წვდომა ჩანაწერებზე, ანუ გვექნება 3 ლაივ გაკვეთილი. ეს ლაივ გაკვეთილი ჩაიწერება, შეინახება და ამაზე გექნებათ მუდმივი წვდომა. ასევე გექნებათ ჩათი მასტერკლასის წევრებთან ერთად და მუდმივი ინდივიდუალური უკავშირი ჩემთან. ასევე დამატებით იქნება ჩეკლისტები და სახელმძღვანელოები, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ სოციალური მედიის შესახებ. ვიცი, რომ ეს არის ძალიან დიდი სიგიჟე, და მსგავსი შეთავაზება მართლა არასდროს არ გამიკეთები, ანუ 100 ლარად სამდღიანი მასტერკლასი არასდროს არ გამიყიდია. რეალურად ამ მასტერკლასის ღირებულება არის 450 ლარი. თუმცა პირველი 5 ადამიანი, ვინც მომწერს, რომ უნდა მასტერკლასის შეძენა, ამ მასტერკლასს შეიძენს 100 ლარად. შემდეგ თანხა ეტაპობრივად გაიზრდება. ამ პირველი 5 ადამიანის შემდეგ მომდევნო 5 ადამიანი მასტერკლასის შეძენა შეძლებს 120 ლარად და ასე შემდეგ. მასტერკლასი ჩატარდება 10 მაისს. მასტერკლასის პირველი გაკვეთილი ჩატარდება 10 მაისს და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ჩავატარებთ მასტერკლასის გაკვეთილებს თქვენთან შეთანხმებით. თუ მზად ხართ, რომ მოხვდეთ ამ პირველ მონაწილეში, ახლავე უნდა მომწეროთ Instagram-ზე, რომ სხვა არ დაგასროთ, იმიტომ რომ ეს ფასი არის ისეთი ფასი, რომელსაც მართლა ვერსად ვერ იპოვით და აი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ამ ინფორმაციას, რასაც ეხლა ამ მასტერკლასზე მოგცემთ, ამ ინფორმაციას, ამ ტექნიკურ და თეორიულ ცოდნას სხვაგან სადმე 100 ლარად იპოვით, ამ თანხას სრულად დაგიბრუნებთ უკან. აა ამ მასტერკლასის შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, როგორ უნდა გაყიდოთ თქვენი პროდუქტი მომსახურება ისე, რომ მიიღოთ გაათმაგებული შედეგი. როცა იცით, როგორ მართოთ სწორად სოციალური ქსელები, მაშინ იღებთ 100%-ით უფრო მეტ შედეგს, ვიდრე გაქვთ ეხლა. გაძლევთ გარანტიას, რომ თუ მომისმენთ, ისწავლით და პრაქტიკაში გამოიყენებთ, თქვენი შემოსავალი 100-ჯერ მეტად გაიზრდება. ახლა ბოლომდე თქვენზეა დამოკიდებული, რა გინდათ და რისთვის ხართ აქ. რადგან ეს მასტერკლასი არის შანსი იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ როგორღაც უნდა გადადგას ნაბიჯი და დაიწყოს განვითარება სოციალურ ქსელებში. შეიძლება ახლა ბევრი ფიქრობს და შეიძლება აქ ესეთ თქვენც იყოთ, რომ აი ვცადო თუ არა. პირდაპირ გეტყვით, თუ ვინც დიდხანს მომყვება, მან ზუსტად იცის, რომ ვარ ყოველთვის ღია თქვენ და პირდაპირ გეტყვით, რომ თუ აქამდე მოხვედით და გადადგით ნაბიჯი, ეს არის თქვენი შეიძლება ბოლო შესაძლებლობა, რომ გამოიყენოთ ეს ვებინარი, გამოიყენოთ ეს მასტერკლასი და დაიწყოთ ფულის გამომუშავება და იმ პროდუქტზე, რაზეც დიდი ხანია მუშაობთ და ოცნებობთ, რომ გახვიდეთ ფართო მასშტაბებზე, აუცილებლად გახვიდეთ. ეხლა გადავალ კითხვა-პასუხის რეჟიმზე და ვუპასუხებ თქვენს ყველა კითხვას. ვხედავ თქვენს პლუსებს, აი ვინც დაპლუსდით, მომწერეთ Instagram-ზე, აუცილებლად ჩემი Instagram-ის ლინკი არის ვებინარის არხზეც და შეგიძლიათ იქიდან გადახვიდეთ და მომწეროთ. აუნეტავ TikTok-ის შესახებაც აკეთებდე Ანი. აა ქეთი ქეითი ესე ვკითხულობ ინგლისურად ან ქეთი არც. ქეთი, იცი რა არის? TikTok-ის შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღება ნამდვილად არ გჭირდება. ის ინფორმაციები, რაც TikTok-ზე აუცილებლად უნდა იცოდე, არის ძალიან მარტივი და ამას ისედაც გავივლით, არ იქნება პრობლემა. ხო, იმის თქმა დამავიწყდა, რომ მასტერკლასზე, ასევე ბოლო ლაივ გაკვეთილზე ინდივიდუალურად განვიხილავთ თითოეულის პროფილს, case და ინდივიდუალურად ვიმუშავებთ თითოეულის პროფილზე. მე გავიარე უკვე, თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ მინდა, რადგან ეხლა აღმოგაჩინე, თან ეს ფასი შოკია. ნამდვილად გეთანხმებით, მართლა შოკია ეს ფასი. მე მინდაო, მიხარია რომ მომყვებით. აქვე რომ მოგწერო, არ მუშაობს. რა არ მუშაობს, ელზა, ვერ მივხვდი. ავიღებ, თუმცა მაინტერესებს პრაქტიკულად თუ გავაკეთებთ, თორე ასე ჩაწერით ბევრს ვერ რა თქმა უნდა, ნახეთ როგორ არის, მე არ ვყიდი ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება პრაქტიკაში ვერ გადმოიტანოთ. ეს მასტერკლასი უნიკალური არის იმიტომ, რომ გვექნება ლაივ გაკვეთილები და ინდივიდუალურად განვიხილავთ თითოეულ кейს და ინდივიდუალურად ვიმუშავებთ თითოეულ პროფილზე და პროდუქტზე.
რა კარგია ისევ რომ მოუსწარი. მიხარია, კითხვები ხომ არ გაქვთ? ძალიან მიხარია რომ კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით. იცი რა, ჩემ დას ვთხოვ, რომ ეხლა აა გამომიგზავნოს კითხვები, რა კითხვებიც დაიწერა მასტერკლასის ვებინარის მსვლელობის დროს. მაიამ დაწერა არ მიყვარს ბევრი ფიქრიო. სხვათა შორის მაია მე გავაკეთე ესეთი დასკვნა, რომ ვინც დიდხანს არ ფიქრობს, სწორედ ის ადამიანი იღებს შედეგს და რატომ? აი, რა უკავშირებით გაგიზიარეთ ახლა აქ ვებინარზე? იმ ადამიანებმა ზუსტად აი ზოგმა რამოდენიმე საათში, რამოდენიმე წუთში მიიღო გადაწყვეტილება და ეს ადამიანები აღმოჩნდნენ, ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მარტივად და სწრაფად მიიღეს შედეგი, რომლებსაც თვითონაც კი არ ელოდნენ. და რეალურად მართლა ეგრეა. მეც, როდესაც პირველად ამ სფეროში შემოვედი, მარიამ მარსრებელის იმას ვესწრებოდი მარათონს და ვებინარს როგორც კი ვუყურე, იმ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება და ძალიან სწრაფად განვითარდა ჩემს გარშემო მოვლენები. რეალურად ეგრეა. ვინც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, ის იგებს. რამდენიმე თვეა მაქვს სოციალურ. იცი რა, ბარბარე, თუ რამდენიმე თვეა გაქვს შეძენილი, წესით აქამდე რომ ჩამჯდარიყავი ესე გემრიელად, აქამდე უკვე ძალიან დიდი შედეგი გექნებოდა. კი, მარსრებელთან ვიყავი, პირველი კურსი მარიამთან გავიარე და მარიამთან ერთად შევქმნი სააგენტოც. ანუ ჩემმა დამხალხრო დამისქრინა, მე მგონი ყველა კომენტარი, რაც კი საერთოდ დაწერილა. ანუ უამრავი ფოტოა და ეხა აქედან რომ ყველა წავიკითხო და კითხვები ვიპოვო, ძალიან გამიჭირდება. რა დროის მონაკვეთით ჯობს ფოტოს ან ვიდეოს ატვირთვა. ზოგადად ეგ დამოკიდებულია თქვენი პროფილის სტატისტიკაზე, მაგრამ არსებობს რამოდენიმე ნაცადი ხერხი, ანუ რაც რამოდენიმე პროფილთან მოაქვს დატესტილი, ეს არის დილის საათები 9-დან 10 საათი, შემდეგ უკვე საღამოს საათები 5-დან 7 საათი. ანუ საქართველოს დროით ეს დროები მუშაობს ყველაზე ეფექტურად. რამოდენიმე პროფილზე ტესტის შედეგად მივიღე ეს ანუ ჩავატარე ექსპერიმენტი და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ის რომ ეს დროები არის ყველაზე რელევანტური პოსტის ან ვიდეოს დასადებად. დილის საათები და საღამოს საათები. რამდენიმე წუთში მაღებინა მიხარია.